1995 წლის 20 ივნისის საღამოს, როდესაც სოლიკო ხაბეიშვილის სხეული ჯერ კიდევ თბილი იყო ბარნოვის ქუჩის ასფალტზე, ერთი ადამიანი უკვე იცოდა, რომ ყველაფერი შეიცვალა. არა იმიტომ, რომ მოკლეს პრეზიდენტის ყველაზე ახლო მეგობარი. არა იმიტომ, რომ ტყვიამ გაიარა გული იმ კაცისა, რომელიც აკონტროლებდა მილიონებს. არამედ იმიტომ, რომ ამ ტყვიამ გახსნა კარი, რომლის უკან იდგა ფული, ძალაუფლება და ახალი წესრიგი. ის ადამიანი, რომელმაც პირველმა გაიგო სიკვდილის შესახებ, არ იყო ოჯახის წევრი. არ იყო ექიმი. ის იყო ის, ვინც უკვე ელოდა ამ მომენტს. ის იყო ის, ვინც იცოდა, რომ ხაბეიშვილის სიკვდილი არ იყო დასასრული, ეს იყო დასაწყისი. დასაწყისი იმისა, რაც დღემდე განსაზღვრავს საქართველოს ჩრდილოვან ისტორიას. მაგრამ ვინ იყო ეს ადამიანი? და რატომ არავინ საუბრობს იმაზე, თუ რა მოხდა იმ ღამის შემდეგ? ხაბეიშვილი არ იყო უბრალოდ ჩინოვნიკი. ის იყო ის, ვინც იცოდა ყველაფერი. ყველა ბიზნესმენის სახელი, რომელმაც შეიტანა ფული პრეზიდენტის ფონდში. ყველა პრივატიზაციის გარიგება, რომელიც ოფიციალურად არასოდეს არსებობდა. ყველა შავი ანგარიში, რომელიც აკავშირებდა თბილისს მოსკოვთან, ბაქოსთან, სტამბულთან. მას ჰქონდა რვეული, მცირე, შავი, ტყავის ყდით, სადაც ეწერა ყველაფერი. ამ რვეულის შესახებ საუბრობდნენ ჩუმად სახლებში, სადაც ფანჯრები დახშული იყო. ამ რვეულის შესახებ ფიქრობდნენ ღამით, როდესაც ძილი არ მოდიოდა. რადგან ამ რვეულში იყო არა მხოლოდ ციფრები, იქ იყო ხალხის ბედი. იქ იყო პასუხი კითხვაზე, ვინ ფლობს საქართველოს. და ახლა, როდესაც ხაბეიშვილი მოკვდა, ეს რვეული გაქრა. ოფიციალურად არასოდეს არსებობდა. არაოფიციალურად ის იყო ყველაზე ძვირფასი დოკუმენტი ქვეყანაში. ვინ წაიღო იგი? ვინ წაიკითხა? და რატომ მეორე დღესვე პრეზიდენტის ფონდის ანგარიშებიდან გაქრა თანხები, რომელთა ოდენობაც დღემდე უცნობია? 1992 წელს, როდესაც ედუარდ შევარდნაძე დაბრუნდა საქართველოში, ქვეყანა იყო ქაოსში. არ იყო ფული. არ იყო ჯარი. არ იყო კანონი. იყო მხოლოდ ომი, შიმშილი და იმედგაცრუება. შევარდნაძემ იცოდა, რომ ოფიციალური ბიუჯეტით ვერაფერს გააკეთებდა. მას სჭირდებოდა ფული, სწრაფი, ბნელი, ისეთი, რომელზეც არავინ იკითხავდა. ამიტომ შეიქმნა დემოკრატიისა და აღორძინების ფონდი. ოფიციალურად საქველმოქმედო ორგანიზაცია. რეალურად პარალელური ბიუჯეტი, სადაც ირიცხებოდა ყველაფერი, ბიზნესმენების ნებაყოფლობითი შენატანები, უცხოური დახმარებები, პრივატიზაციიდან შემოსული შავი ფული. და ამ ფონდის სათავეში დაჯდა სოლიკო ხაბეიშვილი, კაცი, რომელსაც შევარდნაძე ენდობოდა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან. კაცი, რომელიც არასოდეს საუბრობდა ბევრს, მაგრამ ყოველთვის იცოდა ყველაფერი. კაცი, რომელიც იყო ფილტრი შევარდნაძესა და ბიზნეს კრიმინალურ სამყაროს შორის. თუ გინდოდა სახელმწიფო ქონების კიდვა, გადიოდი ხაბეიშვილის გავლით. თუ გინდოდა ლიცენზია ნავთობის ტრანზიტზე, გადიოდი ხაბეიშვილის გავლით. თუ გინდოდა, რომ შენი წარსული დავიწყებულიყო, გადიოდი ხაბეიშვილის გავლით. ის იყო კედელი შევარდნაძის გარშემო. და ეს კედელი 1995 წლის 20 ივნისს ჩამოინგრა. მაგრამ ვინ ჩაანაცვლა ეს კედელი? ვინ გახდა ახალი ფილტრი? ვინ დაჯდა იმ სკამზე, რომელიც ჯერ კიდევ თბილი იყო ხაბეიშვილის სხეულის სითბოთ? პასუხი არ არის ერთი. პასუხი არის ორი სახელი, ორი ჩრდილი, ორი ძალა, რომლებმაც გაიყვეს ხაბეიშვილის იმპერია. პირველი იყო პოლიტიკური გავლენა, წვდომა შევარდნაძესთან, უფლება იმისა, რომ ყოფილიყავი ოთახში, სადაც გადაწყდებოდა ყველაფერი. ეს გავლენა გადავიდა ნუგზარ საჯაიას ხელში, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის კაცის, რომელიც არასოდეს ღიმოდა ფოტოებზე და ყოველთვის იდგა შევარდნაძის მარცხნივ. საჯაია არ იყო ფინანსისტი. ის იყო ძალოვანი. ის იყო ის, ვინც აკონტროლებდა სპეცსამსახურებს, საკადრო პოლიტიკას, ინფორმაციის ნაკადებს. ხაბეიშვილის სიკვდილის შემდეგ სწორედ საჯაია გახდა ის ადამიანი, რომელსაც შევარდნაძე ყველაზე ხშირად ეძახდა. სწორედ საჯაიას ოთახში იკრიბებოდნენ ის ადამიანები, რომლებიც აღარ შეეძლოთ ხაბეიშვილთან შეხვედრა. სწორედ საჯაია გახდა ახალი რუხი კარდინალი, ჩრდილოვანი მმართველი, რომელიც არასოდეს იდგა სინათლეში, მაგრამ ყოველთვის იყო იქ, სადაც ძალაუფლება იყო. მეორე იყო ფინანსური გავლენა, თავად ფული, თავად ფონდი, თავად ის მილიონები, რომლებიც ხაბეიშვილის სიკვდილის შემდეგ გაქრნენ უცნობ მიმართულებით. ეს გავლენა გადავიდა არა ერთ ადამიანთან, არამედ ჯგუფთან, რომელსაც ეძახდნენ ოჯახი.
ეს იყო შევარდნაძის ნათესავები, ნუგზარ შევარდნაძე, ძმის შვილი, რომელმაც მიიღო მონოპოლია ნავთობის ბიზნესზე. გურამ ახვლედიანი, სიძე, რომელმაც აიღო კავშირგაბმულობა. ვახტანგ ანგაბაშიძე, ფიგურა, რომელიც ხშირად სახელდებოდა როგორც ახალი ფინანსური იმპერიის მმართველი. ეს ადამიანები არ იყვნენ ხაბეიშვილის მსგავსი, ისინი არ იყვნენ ძველი საბჭოთა ნომენკლატურა, რომელიც იცოდა როგორ ეთამაშა ჩრდილოვან თამაშებს. ისინი იყვნენ ახალი თაობა, თაობა, რომელიც არ ეშინოდა ღიად ფლობისა. ისინი არ იმალებოდნენ. ისინი აშენებდნენ სასახლეებს, ყიდულობდნენ მანქანებს, ხსნიდნენ ბანკებს. და ყველაფერი ეს იწყებოდა 1995 წლის 20 ივნისის შემდეგ, იმ დღის შემდეგ, როდესაც ხაბეიშვილის სხეული წაიღეს ბარნოვის ქუჩიდან. მაგრამ რატომ? რატომ სწორედ ეს ადამიანები? რატომ არა სხვები? პასუხი მარტივია და საშინელი, რადგან ისინი იყვნენ ახლოს. ახლოს შევარდნაძესთან. ახლოს ფულთან. ახლოს იმ ინფორმაციასთან, რომელიც ხაბეიშვილმა დატოვა. არსებობს თეორია, რომელზეც არავინ საუბრობს ხმამაღლა, მაგრამ ყველა ფიქრობს, რომ ხაბეიშვილის შავი რვეული არ გაქრა. რომ ის წაიკითხეს. რომ ის გახდა რუქა, რომელმაც აჩვენა, სად იყო ფული, ვინ იყო დავალიანებული, ვინ იყო დაუცველი. და ის, ვინც წაიკითხა ეს რვეული, მიიღო არა მხოლოდ ფული, მიიღო ძალაუფლება. ძალაუფლება იმისა, რომ იცოდე ყველას საიდუმლო. ძალაუფლება იმისა, რომ შეგეძლო ყველას შანტაჟი. ძალაუფლება იმისა, რომ გამხდარიყავი ახალი ხაბეიშვილი, მხოლოდ უფრო ძლიერი, უფრო სასტიკი, უფრო უხილავი. 1995 წლის 21 ივნისს, დილით, ედუარდ შევარდნაძემ გააკეთა ის, რაც მას არასოდეს უნახავთ, ის ატირდა საჯაროდ. პანაშვიდზე, სოლიკო ხაბეიშვილის ჩარჩოს წინ, პრეზიდენტი, კაცი, რომელიც გადარჩა საბჭოთა კავშირის დაცემას, გადარჩა სამოქალაქო ომს, გადარჩა 1000 ინტრიგას, იდგა და ტიროდა. მან თქვა ფრაზა, რომელიც დღემდე იმეორებენ ისინი, ვინც იყო იქ, ეს ტყვია მემესროლეს გულში. ეს არ იყო მეტაფორა. ეს იყო აღიარება. აღიარება იმისა, რომ ხაბეიშვილის გარეშე შევარდნაძე იყო მარტო. მარტო იმ ადამიანების გარემოცვაში, რომლებსაც ის არ ენდობოდა. მარტო იმ სისტემაში, რომელიც ის თავად შექმნა, მაგრამ აღარ აკონტროლებდა. ხაბეიშვილი იყო ერთადერთი, ვინც არასოდეს ითხოვდა არაფერს. ერთადერთი, ვინც არასოდეს ღალატობდა. ერთადერთი, ვისაც შეეძლო უთხრა არა პრეზიდენტს და პრეზიდენტი მოусმენდა. და ახლა ის აღარ იყო. მაგრამ ვინ ავსებდა ამ სიცარიელეს? ვინ იდგა შევარდნაძის გვერდით იმ დღეებში, როდესაც ქვეყანა ელოდა ახსნას, ელოდა სამართალს, ელოდა იმას, რომ ვინმე პასუხისმგებელი გამხდარიყო? პასუხი არის ერთი სახელი, რომელიც იმ დღეებში გამოჩნდა ყველგან, ნუგზარ საჯაია. ის არ იყო ახალი ფიგურა, ის იყო ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ჯერ კიდევ ხაბეიშვილის სიცოცხლეში. მაგრამ ხაბეიშვილის სიკვდილის შემდეგ საჯაია გახდა ის, ვინც ყოველთვის იყო შევარდნაძესთან. ის, ვინც ესწრებოდა ყველა შეხვედრას. ის, ვინც აკონტროლებდა ინფორმაციის ნაკადებს. ის, ვინც წყვეტდა, ვინ შეიძლებოდა ენდოდა, ვინ არა. საჯაია არ იყო ხაბეიშვილის მსგავსი, ის არ იყო ფინანსისტი, არ იყო დიპლომატი, არ იყო კაცი, რომელიც საუბრობდა რბილად და ღიმოდა. საჯაია იყო ძალოვანი, კაცი, რომელიც მართავდა სპეცსამსახურებს, კაცი, რომელიც იცოდა, სად იყო ყველას სისუსტე. და ხაბეიშვილის სიკვდილის შემდეგ, სწორედ ეს ტიპის ძალა გახდა ყველაზე მნიშვნელოვანი. რატომ? რადგან ხაბეიშვილის მკვლელობა არ იყო ერთადერთი. ის იყო პირველი. 1995 წლის 29 აგვისტოს 2 თვის შემდეგ ტერაქტი მოხდა თავად შევარდნაძეზე, პარლამენტის ეზოში, ბელადებით, რომლებმაც გაიარეს პრეზიდენტის მანქანა. შევარდნაძე გადარჩა მხოლოდ იმიტომ, რომ მანქანა იყო ჯავშანბრონირებული. მაგრამ ეს იყო მესიჯი, რომ ის, ვინც მოკლა ხაბეიშვილი, არ შეჩერებულა. მესიჯი, რომ შევარდნაძე თავად იყო სამიზნე. და ამ მომენტში შევარდნაძეს სჭირდებოდა არა ფინანსისტი, მას სჭირდებოდა მცველი. მას სჭირდებოდა ადამიანი, რომელიც იცოდა როგორ ებრძოლა ჩრდილოვან ომში. და ეს ადამიანი იყო ნუგზარ საჯაია. საჯაიამ გააკეთა ის, რაც ხაბეიშვილს არასოდეს შეეძლო, მან დაიწყო ძალოვანი ოპერაციები. მან დაიწყო დაპატიმრებები. მან დაიწყო გაწმენდა იმ ადამიანებისა, რომლებიც ეჭმიტანილები იყვნენ ხაბეიშვილის მკვლელობაში. ოფიციალურად ეს იყო სამართლიანობის აღდგენა. რეალურად ეს იყო ძალაუფლების გადანაწილება.
რადგან ყველა ვინც დააპატიმრეს იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა საკუთარი გავლენა, საკუთარი ფული, საკუთარი კავშირები. და მათი მოშორებით საჯაია ათავისუფლებდა ადგილს ახალი ადამიანებისთვის, ახალი კლანებისთვის, ახალი წესრიგისთვის. ხაბეიშვილის დროს ძალაუფლება იყო ბალანსირებული, არავინ შეეძლო ყველაფრის აღება, რადგან ხაბეიშვილი აკონტროლებდა ფულს და ფული აკონტროლებდა ყველას. მაგრამ საჯაიას დროს ბალანსი დაირღვა. ახლა ძალაუფლება ეკუთვნოდა არა იმას, ვინც იცოდა ფულის შესახებ, არამედ იმას, ვინც იცოდა ძალის შესახებ. და ეს ძალა გამოიყენეს. 1995 წლის სექტემბერში იგორ გიორგაძე, უშიშროების მინისტრი, კაცი, რომელსაც ოფიციალურად დაბრალდა ხაბეიშვილის მკვლელობა, გაიქცა მოსკოვში. მისი გაქცევის შემდეგ დაიწყო მასობრივი დაპატიმრებები, უშიშროების თანამშრომლები, მხედრიონის წევრები, ყველა, ვინც იყო დაკავშირებული გიორგაძესთან. ოფიციალურად ეს იყო ტერორიზმთან ბრძოლა. რეალურად ეს იყო კონკურენტების განადგურება. რადგან გიორგაძე არ იყო უბრალოდ უშიშროების მინისტრი, ის იყო ლიდერი ძალოვანი კლანისა, რომელსაც ჰქონდა საკუთარი ეკონომიკური ინტერესები, ფოთის პორტი, ნავთობის ტრანზიტის საბაჟო კონტროლი. და ამ ინტერესების მოშორებით საჯაია და მისი ახალი ალიანსი ათავისუფლებდნენ უზარმაზარ ეკონომიკურ სივრცეს, რომელიც მალე შეივსებოდა ახალი სახელებით. მაგრამ ვინ იყვნენ ეს ახალი სახელები? ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ჩუმად ჩრდილში იღებდნენ იმას, რაც ხაბეიშვილს ეკუთვნოდა? პასუხი არის ოჯახში, შევარდნაძის ოჯახში. რადგან ხაბეიშვილის სიკვდილის შემდეგ ფული აღარ მიდიოდა ფონდში. ფული მიდიოდა პირდაპირ იმ ადამიანებთან, რომლებსაც შევარდნაძე ენდობოდა, არა იმიტომ, რომ ისინი იყვნენ ჭკვიანები, არამედ იმიტომ, რომ ისინი იყვნენ ნათესავები. ნუგზარ შევარდნაძე, ძმისშვილი, მიიღო მონოპოლია ნავთობის ბიზნესზე, რომელიც ხაბეიშვილის დროს იყო კონტროლირებადი და გაყოფილი. გურამ ახვლედიანი, სიძე, აიღო კავშირგაბმულობა, სექტორი, რომელიც იყო ყველაზე მომგებიანი 1995-იანებში. ვახტ ანგაბაშიძე, ფიგურა, რომელიც ხშირად სახელდებოდა როგორც ახალი ფინანსური იმპერიის მმართველი, გახდა ის, ვინც აკავშირებდა ოფიციალურ ბიზნესს ჩრდილოვან გარიგებებთან. ეს ადამიანები არ იყვნენ ხაბეიშვილის მსგავსი. ხაბეიშვილი იმალებოდა, ის არასოდეს ფლობდა არაფერს თავის სახელზე, არასოდეს ჩნდებოდა ფოტოებზე ძვირფასი მანქანების გვერდით, არასოდეს აშენებდა სასახლეებს. ის იყო ჩრდილი, რომელიც მართავდა ყველაფერს, მაგრამ არაფერს არ ფლობდა. მაგრამ ახალი თაობა იყო სხვაგვარი. ისინი არ იმალებოდნენ. ისინი აშენებდნენ სასახლეებს ვაკეში, ყიდულობდნენ მერსედესებს, ხსნიდნენ ბანკებს, რომლებშიც ირიცხებოდა ფული უცნობი წყაროებიდან. ისინი იყვნენ ახალი ელიტა, რომელიც არ ეშინოდა ღიად ფლობისა. რადგან ისინი იცოდნენ, რომ ხაბეიშვილის გარეშე აღარავინ იყო, ვინც შეეძლო მათი შეჩერება. აღარავინ იყო, ვინც შეეძლო უთხრა არა. აღარავინ იყო, ვინც აკონტროლებდა, სად მიდიოდა ფული და საიდან მოდიოდა. და ფული მოდიოდა ყველგან. პრივატიზაციიდან, როდესაც სახელმწიფო ქონება იყიდებოდა სასაცილო ფასებში. ტრანზიტიდან, როდესაც ნავთობი და გაზი გადიოდა საქართველოს გავლით და ყოველი ტონა ტოვებდა პროცენტს. საბაჟოდან, როდესაც საქონელი შემოდიოდა ქვეყანაში და ოფიციალური ფასი იყო ერთი, ხოლო რეალური სხვა. ყველა ეს ფული, რომელიც ხაბეიშვილის დროს მიდიოდა ფონდში და ფონდიდან კონტროლირებულად, დოკუმენტირებულად, ჩაწერილად იმშავრეულში, ახლა მიდიოდა პირდაპირ ჯიბეებში. პირდაპირ ანგარიშებზე. პირდაპირ იმ ადამიანებთან, რომლებსაც აღარ ეშინოდათ, რომ ვინმე იკითხავდა, საიდან. მაგრამ არსებობს კითხვა, რომელზეც არავინ პასუხობს. კითხვა, რომელიც დღემდე რჩება ღია, სად არის ხაბეიშვილის რვეული? სად არის ის დოკუმენტი, რომელშიც იყო ყველაფერი, ყველა სახელი, ყველა თანხა, ყველა გარიგება? ოფიციალურად ის არასოდეს არსებობდა. არაოფიციალურად ყველა იცოდა, რომ ის იყო. და თუ ის იყო, მაშინ სადღაც უნდა იყოს. ზოგიერთი ამბობს, რომ ის დაიცვა იმ ღამეს, როდესაც ხაბეიშვილი მოკლეს, დაიცვა იმ ადამიანების მიერ, რომლებმაც იცოდნენ, რომ ამ რვეულის არსებობა იყო საფრთხე. სხვები ამბობენ, რომ ის წაიკითხეს იმ ადამიანებმა, რომლებმაც მოგვიანებით მიიღეს ყველაფერი, რადგან ამ რვეულმა აჩვენა, სად იყო ფული და როგორ უნდა აეღოთ იგი. მესამენი ამბობენ, რომ ის დღემდე არსებობს სადღაც ვიღაცის სეიფში, როგორც უკანასკნელი გარანტია, როგორც უკანასკნელი იარაღი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას, თუ ვინმე გადაწყვეტს ჭეშმარიტების თქმას. მაგრამ ვინ ფლობს ამ რვეულს დღეს? ვინ იცის, რა იყო მასში ჩაწერილი? და რატომ 29 წლის შემდეგ არავინ საუბრობს ამაზე ხმამაღლა?
1995 წლის 21 ივნისიდან 1995 წლის სექტემბრამდე სამი თვე იყო პერიოდი, როდესაც საქართველო იცვლებოდა ისე სწრაფად, რომ ადამიანებს არ ესწრებოდათ გაგება, თუ რა ხდებოდა. ყოველ კვირას იყო ახალი დაპატიმრება. ყოველ კვირას იყო ახალი სახელი, რომელიც ქრებოდა. ყოველ კვირას იყო ახალი ბიზნესი, რომელიც იხურებოდა ან გადადიოდა ახალ მფლობელთან. ოფიციალურად ეს იყო ბრძოლა კორუფციასთან. ოფიციალურად ეს იყო ბრძოლა ტერორიზმთან. ოფიციალურად ეს იყო სახელმწიფოს გაძლიერება. მაგრამ რეალურად ეს იყო ძალაუფლების გადანაწილება, რომელიც დაიწყო ხაბეიშვილის სიკვდილით და დასრულდა ახალი წესრიგის დამყარებით. წესრიგის, სადაც აღარ იყო ბალანსი. წესრიგის, სადაც აღარ იყო კონტროლი. წესრიგის, სადაც ფული და ძალა იყო ერთ ხელში და ეს ხელი არ იყო ხაბეიშვილის. ამ სამი თვის განმავლობაში ნუგზარ საჯაია გახდა ყველაზე ძლიერი ადამიანი საქართველოში შევარდნაძის შემდეგ. ის არ იყო პრეზიდენტი. ის არ იყო პრემიერ-მინისტრი. ის იყო უბრალოდ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, თანამდებობა, რომელიც ოფიციალურად არ იძლეოდა დიდ ძალაუფლებას. მაგრამ რეალურად საჯაია აკონტროლებდა ყველაფერს, სპეცსამსახურებს, საკადრო პოლიტიკას, ინფორმაციის ნაკადებს, სვდომას შევარდნაძესთან. ის იყო ის, ვინც წყვეტდა, ვინ იყო მტერი და ვინ მოკავშირე. ის იყო ის, ვინც წყვეტდა, ვინ უნდა დაპატიმრებულიყო და ვინ დაცული. ის იყო ის, ვინც წყვეტდა, ვინ მიიღებდა ბიზნესს და ვინ დაკარგავდა ყველაფერს. და ამ გადაწყვეტილებებს არავინ ეჭვქვეშ არ აყენებდა, რადგან საჯაია მოქმედებდა შევარდნაძის სახელით. ის იყო პრეზიდენტის ხმა, რომელიც ამბობდა, ვინ იყო ერთგული და ვინ მოღალატე. მაგრამ საჯაია არ იყო მარტო. ის იყო ნაწილი სისტემისა, რომელიც ხაბეიშვილის სიკვდილის შემდეგ ჩამოყალიბდა და რომელიც შედგებოდა ორი ძალისგან, პოლიტიკური გავლენისა და ეკონომიკური გავლენისა. ეს ორი ძალა არ იყო მტრები, ისინი იყვნენ პარტნიორები. საჯაია იცავდა ოჯახის ბიზნესებს, ხოლო ოჯახი აფინანსებდა საჯაიას ოპერაციებს. საჯაია აშორებდა კონკურენტებს, ხოლო ოჯახი იღებდა მათ აქტივებს. საჯაია აკონტროლებდა ინფორმაციას, ხოლო ოჯახი აკონტროლებდა ფულს. და ერთად ისინი ქმნიდნენ ახალ რეალობას, სადაც ხაბეიშვილის მსგავსი ფიგურა აღარ იყო საჭირო. რადგან ხაბეიშვილი იყო ბალანსის ადამიანი, რომელიც ცდილობდა, რომ არავინ აეღო ძალიან ბევრი. მაგრამ ახალ სისტემაში ბალანსი არ იყო საჭირო. ახალ სისტემაში მთავარი იყო ერთგულება შევარდნაძისადმი, ერთგულება ოჯახისადმი, ერთგულება ახალი წესრიგისადმი. და ეს წესრიგი მუშაობდა. 1996 წლიდან, როდესაც გაწმენდა დასრულდა და ახალი ელიტა დამკვიდრდა, საქართველო შევიდა პერიოდში, რომელსაც ზოგიერთი უწოდებს სტაბილურობას, ხოლო სხვები სტაგნაციას. ოფიციალურად ქვეყანა ვითარდებოდა, შენებლობა, ინვესტიციები, რეფორმები. რეალურად ქვეყანა იყოფოდა, ერთი მხარე ის, ვინც იყო ახლოს ძალაუფლებასთან, ხდებოდა უფრო მდიდარი. მეორე მხარე ის, ვინც არ იყო ახლოს, ხდებოდა უფრო ღარიბი. და ამ გაყოფის ცენტრში იდგა ის, რაც ხაბეიშვილმა დატოვა, ფული, გავლენა, ინფორმაცია. ყველაფერი ის, რაც ხაბეიშვილის დროს იყო კონტროლირებადი, ახლა იყო თავისუფალი იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც იცოდნენ, როგორ აეღოთ იგი. მაგრამ არსებობს ერთი დეტალი, რომელიც ხშირად იკარგება ამ ისტორიაში. დეტალი, რომელიც აჩვენებს, რომ ხაბეიშვილის სიკვდილი არ იყო მხოლოდ პოლიტიკური ან ფინანსური, ის იყო პირადიც. ხაბეიშვილი დადიოდა დაცვის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ის მართავდა მილიონებს, მიუხედავად იმისა, რომ ის იყო ყველაზე ძლიერი ადამიანი შევარდნაძის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კრიმინალი მძვინვარებდა, ის დადიოდა მარტო. ის ასეირნებდა ძაღლს საღამოობით. ის დადიოდა ფეხით სახლიდან ოფისში. ის არ ეშინოდა. ან ის ფიქრობდა, რომ არავინ გაბედავდა. ან ის იცოდა რაღაც, რაც ჩვენ არ ვიცით. ან ის უბრალოდ იყო დაღლილი იმ ტვირთით, რომელსაც ის ატარებდა. ტვირთით იმ საიდუმლოებებისა, რომლებიც ის იცოდა. ტვირთით იმ გადაწყვეტილებებისა, რომლებიც ის იღებდა. ტვირთით იმ ცოდნისა, რომ ის იყო ერთადერთი, ვინც იცოდა ჭეშმარიტება. და ეს ჭეშმარიტება მოკვდა მასთან ერთად. ან არა. რადგან თუ ის რვეული არსებობს, თუ ის დღემდე არსებობს სადღაც ვიღაცის ხელში, მაშინ ჭეშმარიტება ჯერ კიდევ ცოცხალია. მაშინ ის, რაც მოხდა 1995 წლის 20 ივნისს, არ იყო დასასრული. ეს იყო დასაწყისი ისტორიისა, რომელიც დღემდე გრძელდება.
ისტორიისა, რომელშიც ხაბეიშვილის მკვლელობა იყო არა ბოლო, არამედ პირველი თავი. პირველი თავი იმ წიგნისა, რომელიც ჯერ კიდევ იწერება. წიგნისა, რომელშიც ყოველი გვერდი არის ახალი სახელი, ახალი გარიგება, ახალი საიდუმლო. წიგნისა, რომლის ბოლო გვერდი ჯერ არ დაწერილა. და ეს ბოლო გვერდი დაიწერება მხოლოდ მაშინ, როდესაც ვინმე გაბედავს კითხვას, ვინ გადაიბარა ხაბეიშვილის გავლენა? ვინ მიიღო მისი ფული? ვინ წაიკითხა მისი რვეული? და ყველაზე მთავარი, ვინ იყო ის, ვინც იცოდა, რომ ხაბეიშვილი უნდა მომკვდარიყო, რადგან ის იცოდა ძალიან ბევრი. ვინ იყო ის, ვისთვისაც ხაბეიშვილის სიცოცხლე იყო საფრთხე, არა იმიტომ, რომ ის იყო ძლიერი, არამედ იმიტომ, რომ ის იყო პატიოსანი. ვინ იყო ის, ვინც იცოდა, რომ ხაბეიშვილის გარეშე ყველაფერი იქნებოდა შესაძლებელი, ყველა გარიგება, ყველა ქურდობა, ყველა ღალატი? პასუხი არის სადღაც. პასუხი არის იმ დოკუმენტებში, რომლებიც დღემდე დალუქულია. პასუხი არის იმ ადამიანების მეხსიერებაში, რომლებიც იყვნენ იქ და ხედავდნენ ყველაფერს. პასუხი არის იმ რვეულში, რომელიც შეიძლება არსებობდეს ან არ არსებობდეს. მაგრამ პასუხი არის. და ის ელოდება იმ დღეს, როდესაც ვინმე გაბედავს მის ძებნას. ელოდება იმ დღეს, როდესაც ვინმე გაბედავს ჭეშმარიტების თქმას. ელოდება იმ დღეს, როდესაც საქართველო მზად იქნება გაიგოს, რა მოხდა ნამდვილად 1995 წლის 20 ივნისს და რა მოხდა მის შემდეგ. რადგან ის, რაც მოხდა მის შემდეგ, არის ის, რაც ჩვენ ვცხოვრობთ დღეს. ის, რაც მოხდა მის შემდეგ, არის ის სისტემა, რომელიც დღემდე არსებობს, სისტემა, სადაც ძალაუფლება და ფული არის ერთ ხელში, სადაც ჭეშმარიტება არის საიდუმლო, სადაც ისტორია იწერება არა იმის მიხედვით, რაც მოხდა, არამედ იმის მიხედვით, ვინ გადარჩა. და ხაბეიშვილი არ გადარჩა. მაგრამ მისი ისტორია, მისი ჭეშმარიტი ისტორია ჯერ კიდევ ცოცხალია. ცოცხალია იმ ადამიანების მეხსიერებაში, რომლებმაც იციან. ცოცხალია იმ დოკუმენტებში, რომლებიც დღემდე არსებობენ. ცოცხალია იმ კითხვებში, რომლებზეც ჯერ არავინ გაბედა პასუხის გაცემა. და ერთ-ერთი ეს კითხვა, თუ ხაბეიშვილი იცოდა ყველაფერი, თუ ის იცოდა ყველა საიდუმლო, ყველა გარიგება, ყველა სახელი, მაშინ რატომ არ გაამჟღავნა ეს ინფორმაცია? რატომ არ დაიცვა თავი? რატომ არ გაუმხილა ის ადამიანები, რომლებიც აპირებდნენ მის მოკვლას? პასუხი შეიძლება იყოს მარტივი, რადგან ის იყო ერთგული. ერთგული შევარდნაძისადმი. ერთგული სისტემისადმი. ერთგული იმ იდეისადმი, რომ საიდუმლოებები უნდა დარჩეს საიდუმლოებად. მაგრამ პასუხი შეიძლება იყოს სხვაც, რადგან ის იცოდა, რომ თუ ის გაამჟღავნებდა ჭეშმარიტებას, მთელი სისტემა ჩამოიშლებოდა. არა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ კორუმპირებულები, არამედ თავად სახელმწიფო. რადგან ხაბეიშვილის საიდუმლოებები არ იყო მხოლოდ ფინანსური, ისინი იყო პოლიტიკური, სტრატეგიული, ეროვნული. ისინი იყო ის, რაზეც დგას საქართველოს გადარჩენა 1990-იანებში. და ხაბეიშვილმა აირჩია დუმილი. აირჩია თვირთის ტარება. აირჩია იმის ცოდნა, რომ ის არის ერთადერთი, ვინც იცის ჭეშმარიტება და ეს ჭეშმარიტება არასოდეს უნდა გამჟღავნებულიყო. მაგრამ ამ არჩევანმა მოკლა იგი. რადგან ის, ვინც იცის ძალიან ბევრი, ხდება საფრთხე არა მხოლოდ მტრებისთვის, არამედ მეგობრებისთვისაც. რადგან მეგობრებმა იციან, რომ ერთ დღეს ეს ცოდნა შეიძლება გამოყენებულ იქნას მათ წინააღმდეგ. და ერთადერთი გზა, რომ ეს არ მოხდეს, არის იმის მოშორება, ვინც ფლობს ამ ცოდნას. და ხაბეიშვილი მოშორდა. მოშორდა 1995 წლის 20 ივნისს, ბარნოვის ქუჩაზე, 2 ტყვიით გულში. მოშორდა იმ ადამიანების მიერ, რომლებმაც იცოდნენ, რომ მისი სიკვდილი იყო ერთადერთი გზა, რომ ყველაფერი შეცვლილიყო. მოშორდა იმ ადამიანების მიერ, რომლებმაც მოიგეს ყველაფერი, ყველა ფული, ყველა ძალაუფლება, ყველა გავლენა, რაც ხაბეიშვილს ჰქონდა. და ეს ადამიანები დღემდე არიან აქ. ზოგი ცოცხალი, ზოგი მკვდარი. მაგრამ მათი მემკვიდრეობა, მათი სისტემა, მათი ფული, მათი გავლენა დღემდე არსებობს. და ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა ვიცოდეთ. ეს არის ის, რაზეც ჩვენ უნდა ვისაუბროთ. ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა გავიგოთ, არა იმიტომ, რომ ეს არის წარსული, არამედ იმიტომ, რომ ეს არის აწმყო. რადგან ის, რაც დაიწყო ხაბეიშვილის სიკვდილით, არ დასრულებულა. ის გრძელდება. გრძელდება ყოველ დღე, ყოველ გარიგებაში, ყოველ გადაწყვეტილებაში, რომელიც მიიღება ძალაუფლების დერეფნებში. გრძელდება იმ სისტემაში, რომელიც შეიქმნა მაშინ და რომელიც დღემდე მუშაობს. და ჩვენ ვართ ნაწილი ამ სისტემისა. ჩვენ ვართ ის, ვინც ვცხოვრობთ იმ რეალობაში, რომელიც შეიქმნა ხაბეიშვილის სიკვდილის შემდეგ.
ჩვენ ვართ ის, ვინც ვიხდით ფასი იმ გადაწყვეტილებებისა, რომლებიც მიიღეს მაშინ. და ჩვენ გვაქვს უფლება იმისა, რომ ვიცოდეთ ჭეშმარიტება. უფლება იმისა, რომ ვიკითხოთ, ვინ გადაიბარა ხაბეიშვილის გავლენა. ვინ მიიღო მისი ფული? ვინ წაიკითხა მისი რვეული? და ყველაზე მთავარი, ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც მოხდა მის შემდეგ. ეს კითხვები დღემდე რჩება ღია. და ისინი დარჩება ღია მანამ, სანამ ჩვენ არ გავბედავთ პასუხის ძებნას. არსებობს ადგილი თბილისში, რომელზეც არავინ საუბრობს. ადგილი, რომელიც არ არის რუკაზე, არ არის ტურისტულ გიდებში, არ არის ოფიციალურ დოკუმენტებში. ეს არის შენობა ვერაზე, ძველი, რუხი, 4 სართულიანი შენობა, რომლის ფანჯრები ყოველთვის დახშულია. 1995 წლის ივლისში ამ შენობაში ყოველ ღამე იკრიბებოდნენ ადამიანები. არა ბევრი, 5, ზოგჯერ 7. ისინი შედიოდნენ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მანქანებით, სხვადასხვა შესასვლელებიდან. ისინი არასოდეს რჩებოდნენ ერთად 2 საათზე მეტხანს. ისინი არასოდეს ტოვებდნენ დოკუმენტებს. ისინი არასოდეს საუბრობდნენ ტელეფონით ამ შეხვედრების შესახებ. მაგრამ ისინი იყვნენ იქ ყოველ ღამე, მთელი ივლისის განმავლობაში, მთელი აგვისტოს განმავლობაში, სექტემბრის დასაწყისამდე. და ამ შეხვედრებზე ისინი ყოფდნენ საქართველოს. ყოფდნენ არა რუკაზე, ყოფდნენ ფულში, გავლენაში, ძალაუფლებაში. ყოფდნენ იმას, რაც ხაბეიშვილს ჰქონდა და რაც ახლა თავისუფალი იყო. ვინ იყვნენ ეს ადამიანები? და რატომ არავინ იცის მათი სახელები? პასუხი მარტივია და საშინელი, რადგან ისინი არასოდეს არ იყვნენ ოფიციალურად არსად. ისინი არ იყვნენ მინისტრები. ისინი არ იყვნენ დეპუტატები. ისინი არ იყვნენ ბიზნესმენები, რომლებსაც ჰქონდათ კომპანიები საკუთარ სახელზე. ისინი იყვნენ ჩრდილები იმ ადამიანების უკან, რომლებიც იდგნენ სინათლეში. ისინი იყვნენ ის, ვინც წერდა ტექსტებს, რომლებსაც სხვები კითხულობდნენ. ის, ვინც იღებდა გადაწყვეტილებებს, რომლებსაც სხვები აღასრულებდნენ. ის, ვინც აკონტროლებდა ფულს, რომელსაც სხვები ფლობდნენ. და ხაბეიშვილის სიკვდილის შემდეგ ეს ჩრდილები გახდნენ ყველაზე ძლიერი ძალა საქართველოში, ძალა, რომელსაც არავინ ხედავდა, მაგრამ ყველა გრძნობდა. ერთ-ერთი ამ ჩრდილებიდან იყო კაცი, რომლის სახელი დღემდე არის ტაბუ. მოდით ვუწოდოთ მას, რადგან მისი რეალური სახელის გამოყენება დღესაც საშიშია. სიყო ხაბეიშვილის მეგობარი ჯერ კიდევ 1970-იანი წლებიდან. ისინი ერთად მუშაობდნენ საბჭოთა კავშირის დროს, ერთად გადარჩნენ პერესტროიკას, ერთად შევიდნენ დამოუკიდებელ საქართველოში. მაგრამ განსხვავებით ხაბეიშვილისგან, არასოდეს იდგა სინათლეში. ის იყო ის, ვინც მუშაობდა უკან, ის, ვინც აკავშირებდა ხაბეიშვილს იმ ადამიანებთან, რომლებთანაც ხაბეიშვილი ვერ შეხვდებოდა ოფიციალურად. ის იყო ხიდი ლეგალურ და ილეგალურ სამყაროს შორის. და როდესაც ხაბეიშვილი მოკლეს, იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც გაიგო. არა იმიტომ, რომ მას დაურეკეს, არამედ იმიტომ, რომ ის ელოდა ამ ზარს. ის იცოდა, რომ ეს მოხდებოდა. ის იცოდა, რომ ხაბეიშვილი იყო ხდომილი. და ის იცოდა რატომ. რადგან იცოდა ის, რაც ხაბეიშვილმა არ უთხრა არავის. ის იცოდა, რომ ხაბეიშვილს ჰქონდა არა ერთი რვეული, ჰქონდა 2. პირველი იყო ის, რომელზეც ყველა საუბრობდა რვეული ფინანსური გარიგებების შესახებ, რვეული იმის შესახებ, ვინ რამდენი შეიტანა ფონდში. მაგრამ მეორე რვეული იყო უფრო საშიში. მეორე რვეულში იყო არა ფული, იყო ადამიანები. იყო სახელები იმ ადამიანებისა, რომლებიც მუშაობდნენ უცხოური სპეცსამსახურებისთვის. იყო სახელები იმ ადამიანებისა, რომლებსაც ჰქონდათ ორმაგი ლოიალობა. იყო სახელები იმ ადამიანებისა, რომლებიც იყვნენ შევარდნაძის გარემოცვაში, მაგრამ რეალურად მუშაობდნენ მოსკოვზე, ბაქოზე, ანკარაზე. და ეს რვეული იყო ის, ვისთვისაც ხაბეიშვილი უნდა მომკვდარიყო. რადგან ამ რვეულის გამჟღავნება ნიშნავდა არა მხოლოდ ფინანსური სკანდალის, ნიშნავდა სახელმწიფოს კოლაფსს. და იცოდა, სად იყო ეს რვეული. ის იცოდა, რადგან ხაბეიშვილმა უთხრა მას, უთხრა იმ შემთხვევისთვის, თუ რამე მოხდებოდა. უთხრა, რომ თუ ის მოკვდებოდა, უნდა წასულიყო კონკრეტულ ადგილას და აეღო ეს რვეული. უთხრა, რომ ეს რვეული იყო გარანტია იმისა, რომ ვინმე პასუხისმგებელი გამხდარიყო. მაგრამ როდესაც ხაბეიშვილი მოკლეს, არ წავიდა იმ ადგილას. ის არ აიღო რვეული. ის გააკეთა რაღაც სხვა, რაღაც, რაც შეცვალა ყველაფერი. ის დაურეკა ერთ-ერთ იმ ადამიანს, რომლის სახელი იყო ამ რვეულში. დაურეკა და უთხრა, მე ვიცი, სად არის. და მე ვიცი, რა არის მასში.
და თუ შენ გინდა რომ ეს არასოდეს გამჟღავნდეს, შენ უნდა გააკეთო ის, რაც მე გეტყვი. ეს იყო შანტაჟი. ეს იყო ღალატი ხაბეიშვილის მეხსიერებისადმი. ეს იყო ის, რაც მაირჩია, არა სამართლიანობა, არამედ გადარჩენა. გადარჩენა და ძალაუფლება. რადგან იცოდა, რომ თუ ის გამოაქვეყნებდა ამ რვეულს, ის თავად გახდებოდა სამიზნე. თუ ის გადასცემდა მას ხელისუფლებას, ხელისუფლება გამოიყენებდა მას პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის და შემდეგ მოკლავდა მას, რომ დუმილი შეენარჩუნებინა. მაგრამ თუ ის გამოიყენებდა მას როგორც ბერკეტს, როგორც საშუალებას იმისა, რომ აეძულებინა ძლიერი ადამიანები გაეკეთებინათ ის, რაც მას სურდა, მაშინ ის გახდებოდა უხილავი მეფე. მეფე, რომელსაც არავინ იცნობდა, მაგრამ ყველა ემორჩილებოდა. და ეს მოხდა. 1995 წლის ივლისიდან გახდა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ადამიანი საქართველოში, არა იმიტომ, რომ მას ჰქონდა თანამდებობა, არამედ იმიტომ, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია. ინფორმაცია, რომელიც შეეძლო გაენადგურებინა ადამიანები, არა მხოლოდ მათი კარიერები, არამედ მათი სიცოცხლეები. და ამ ინფორმაციის გამოყენებით იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი იმ ღამის შეხვედრებისა ვერაზე, შეხვედრებისა, სადაც ყოფდნენ ხაბეიშვილის იმპერიას. ის იყო ის, ვინც წყვეტდა, ვინ მიიღებდა რას. ის იყო ის, ვინც აკონტროლებდა, რომ არავინ აეღო ძალიან ბევრი. ის იყო ახალი ხაბეიშვილი, მხოლოდ უფრო საშიში, რადგან ის არ იყო ხილული. მაგრამ არ იყო მარტო. იყო სხვებიც სხვები, რომლებმაც იცოდნენ ნაწილი ჭეშმარიტებისა. იყო ქალი, რომელიც მუშაობდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, არა მაღალ თანამდებობაზე, უბრალოდ ასისტენტი. მაგრამ ეს ქალი ხედავდა ყველა დოკუმენტს, რომელიც გადიოდა შევარდნაძის მაგიდაზე. ხედავდა ყველა ხელმოწერას, ყველა ბრძანებას, ყველა საიდუმლო შეთანხმებას. და ხაბეიშვილის სიკვდილის შემდეგ ამ ქალმა დაიწყო კოპირება იმ დოკუმენტებისა, რომლებიც არასოდეს უნდა გასულიყო იმ ოთახიდან. კოპირება და შენახვა როგორც დაზღვევა, როგორც გარანტია იმისა, რომ თუ ვინმე მოინდომებდა მისი მოშორებას, მას ჰქონდა რითი დაცვა. და ეს დოკუმენტები დღემდე არსებობს სადღაც ვიღაცის სეიფში, ელოდება იმ დღეს, როდესაც ისინი გახდება საჭირო. იყო კიდევ ერთი კაცი, რომელიც მუშაობდა ბანკში. არა დიდ ბანკში, მცირე, კერძო ბანკში, რომელიც ოფიციალურად ემსახურებოდა მცირე ბიზნესებს. მაგრამ რეალურად ამ ბანკში გადიოდა ფული, რომელიც მოდიოდა უცნობი წყაროებიდან და მიდიოდა უცნობ მიმართულებებში. ფული, რომელიც არასოდეს ჩნდებოდა ოფიციალურ ანგარიშგებებში. ფული, რომელიც იყო ის, რაზეც დგას ძალაუფლება. და ეს კაცი ინახავდა ჩანაწერებს, ინახავდა ყველა ტრანზაქციას, ყველა გადარიცხვას, ყველა ანგარიშს. ინახავდა არა იმიტომ, რომ ის იყო პატიოსანი, არამედ იმიტომ, რომ ის იცოდა, რომ ერთ დღეს ეს ინფორმაცია იქნებოდა ყველაზე ძვირფასი საქონელი საქართველოში. ეს სამი ადამიანის, ქალი ადმინისტრაციიდან, კაცი ბანკიდან იყვნენ ის, ვინც რეალურად აკონტროლებდა ხაბეიშვილის მემკვიდრეობას. არა ნუგზარ საჯაია, რომელიც იყო ხილული ძალა. არა შევარდნაძის ოჯახი, რომელიც იყო ოფიციალური მფლობელი. არამედ ეს სამი ჩრდილი, სამი ადამიანი, რომლებმაც იცოდნენ ჭეშმარიტება და იყენებდნენ მას როგორც იარაღს. იარაღს არა განადგურებისთვის, არამედ კონტროლისთვის. კონტროლისთვის იმ ადამიანებზე, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ისინი იყვნენ ძალაუფლებაში. კონტროლისთვის იმ სისტემაზე, რომელიც შეიქმნა ხაბეიშვილის სიკვდილის შემდეგ. და ეს კონტროლი მუშაობდა. მუშაობდა იმიტომ, რომ არავინ იცოდა, ვინ იყვნენ ეს ადამიანები. მუშაობდა იმიტომ, რომ ისინი არასოდეს არ ჩნდებოდნენ ერთად. მუშაობდა იმიტომ, რომ ისინი არასოდეს არ საუბრობდნენ პირდაპირ. ისინი იყენებდნენ შუამავლებს, რომლებიც არ იცოდნენ, ვის წერდნენ მესიჯებს. იყენებდნენ კოდებს, რომლებიც იყო გასაგები მხოლოდ მათთვის. იყენებდნენ ადგილებს, სადაც არავინ ეძებდა მათ. და ამ გზით ისინი შექმნეს პარალელურ სახელმწიფოს, რომელიც არსებობდა ოფიციალური სახელმწიფოს ქვეშ, სახელმწიფოს, რომელიც რეალურად მართავდა ყველაფერს. მაგრამ ეს პარალელური სახელმწიფო არ იყო სტაბილური. ის იყო აშენებული შიშზე იმისა, რომ ინფორმაცია გამჟღავნდებოდა. შიშზე იმისა, რომ ვინმე ისაუბრებდა. შიშზე იმისა, რომ ვინმე გაბედავდა ჭეშმარიტების თქმას. და ეს შიში იყო ის, რაც აკავშირებდა ყველას, აკავშირებდა ქალს, კაცს ბანკიდან, ნუგზარ საჯაიას, შევარდნაძის ოჯახს, ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მიიღო რაიმე ხაბეიშვილის სიკვდილის შემდეგ. ყველა მათგანი იცოდა, რომ თუ ერთი ელემენტი ჩამოვარდებოდა, მთელი სისტემა ჩამოიშლებოდა. ყველა მათგანი იცოდა, რომ ისინი იყვნენ დაკავშირებულები არა ნდობით, არამედ საერთო დანაშაულით.
დანაშაულით, რომელიც დაიწყო ხაბეიშვილის სიკვდილით და გაგრძელდა ყოველი გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღეს მის შემდეგ. და ეს დანაშაული არ იყო მხოლოდ ფინანსური. ეს იყო ადამიანური. რადგან ყოველი ლარი, რომელიც გადავიდა ხაბეიშვილის სიკვდილის შემდეგ, იყო ლარი, რომელიც არ მივიდა იქ, სადაც უნდა მისულიყო. ყოველი გარიგება, რომელიც გაფორმდა, იყო გარიგება, რომელიც არ უნდა გაფორმებულიყო. ყოველი ადამიანი, რომელმაც მიიღო ძალაუფლება, იყო ადამიანი, რომელმაც არ უნდა მიეღო იგი. და ამ ყველაფრის ფასი იხდიდა ხალხი, რომელიც არ იცოდა რა ხდებოდა. ხალხი, რომელიც ელოდა, რომ სახელმწიფო იზრუნებდა მათთვის. ხალხი, რომელიც ელოდა, რომ ვინმე იქნებოდა პატიოსანი. მაგრამ პატიოსნება მოკვდა ხაბეიშვილთან ერთად. და ის, რაც დარჩა, იყო სისტემა, რომელიც აშენდა მის ნანგრევებზე. სისტემა, რომელიც დღემდე არსებობს. სისტემა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. 1996 წლის იანვარში, 1 წლის შემდეგ ხაბეიშვილის სიკვდილისა, მოხდა რაღაც, რაც არავინ მოელოდა. ერთ-ერთმა იმ ადამიანმა, რომელიც იყო ვერას შენობაში იმ ღამის შეხვედრებზე, გადაწყვიტა გასვლა. არა ქვეყნიდან, არამედ თამაშიდან. გადაწყვიტა, რომ მას აღარ სურდა ნაწილობა იმ სისტემაში, რომელიც შეიქმნა. გადაწყვიტა, რომ მას სურდა ცხოვრება, ნორმალური ცხოვრება, სადაც ის არ იქნებოდა შიში ყოველ დღე. და ამ ადამიანმა გააკეთა ის, რაც არავინ გაბედა, მან დაწერა წერილი. წერილი, რომელშიც ის აღწერდა ყველაფერს, ყველა შეხვედრას, ყველა გადაწყვეტილებას, ყველა სახელს. წერილი, რომელიც იყო აღიარება იმისა, რაც მოხდა ხაბეიშვილის სიკვდილის შემდეგ. მაგრამ ეს წერილი არასოდეს გაგზავნილა. რადგან იმ ღამეს, როდესაც ეს ადამიანი წერდა ამ წერილს, მისი ბინისკარი გაიღო. გაიღო ჩუმად, ისე ჩუმად, რომ ის არ გაიგონა. გაიღო იმ ადამიანების მიერ, რომლებმაც იცოდნენ, რომ ის აპირებდა რაღაცის გაკეთებას. იცოდნენ, რადგან ისინი აკონტროლებდნენ ყველაფერს, აკონტროლებდნენ ტელეფონებს, აკონტროლებდნენ მოძრაობებს, აკონტროლებდნენ ადამიანების ფიქრებსაც კი. და როდესაც ისინი შევიდნენ იმ ბინაში, ისინი იპოვეს ის ადამიანი მაგიდასთან, სადაც იდო წერილი. წერილი, რომელიც ჯერ არ იყო დასრულებული. წერილი, რომელიც არასოდეს დასრულდებოდა. ოფიციალურად ეს ადამიანი მოკვდა გულის შეტევით. ოფიციალურად ის იყო 50 წლის ჯანმრთელი არანაირი პრობლემის გარეშე. მაგრამ ოფიციალურად გულის შეტევა შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს. და ამ შემთხვევაში ის მოხდა სწორედ იმ ღამეს, როდესაც ის წერდა წერილს. მოხდა სწორედ იმ მომენტში, როდესაც ის აპირებდა ჭეშმარიტების გამჟღავნებას. მოხდა სწორედ იმ ადგილას, სადაც არავინ იყო მოწმე. მაგრამ იყო ერთი დეტალი, რომელიც არ ემთხვეოდა ოფიციალურ ვერსიას. დეტალი, რომელიც აღმოაჩინა იმ ადამიანის დამ, რომელიც მოვიდა მეორე დღეს და იპოვა ძმა მკვდარი. ეს დეტალი იყო წერილი, რომელიც იდო მაგიდაზე. მაგრამ ეს წერილი არ იყო სრული. ის იყო დაწყებული და შეწყვეტილი იმ წინადადების შუაგულში, რომელიც იწყებოდა სიტყვებით, ყველაზე საშიში არის არა ის, რაც მოხდა, არამედ ის, ვინც. და ამის შემდეგ არაფერი. მხოლოდ ცარიელი ფურცელი. მხოლოდ დუმილი. დამ წაიღო ეს წერილი. წაიღო და დამალა იმიტომ, რომ ის იცოდა, რომ თუ ვინმე იპოვიდა მას, ის თავად გახდებოდა სამიზნე. დამალა და არასოდეს უთხრა არავის, არც პოლიციას, არც ოჯახს, არც მეგობრებს. დამალა და ატარებდა ამ საიდუმლოს 30 წლის განმავლობაში, რომლის განმავლობაშიც ის ცხოვრობდა შიშში. შიშში იმისა, რომ ვინმე იცოდა, რომ მას ჰქონდა ეს წერილი. შიშში იმისა, რომ ვინმე მოვიდოდა მისთანაც, მოვიდოდა ღამით, ჩუმად, ისევე როგორც მოვიდნენ მის ძმასთან. მაგრამ არავინ მოვიდა. რადგან არავინ არ იცოდა, რომ ეს წერილი არსებობდა. არავინ არ იცოდა, რომ იყო მოწმე, რომელმაც ნახა ის, რაც არ უნდა ენახა. მოწმე, რომელმაც იცოდა ის, რაც არ უნდა სცოდნოდა. მოწმე, რომელიც დღემდე ცოცხალია და ინახავს ამ წერილს. ინახავს როგორც მტკიცებულებას. მტკიცებულებას იმისა, რომ ხაბეიშვილის სიკვდილი არ იყო ბოლო. მტკიცებულებას იმისა, რომ იყვნენ სხვები, რომლებიც მოკვდნენ იმიტომ, რომ იცოდნენ ძალიან ბევრი. და ეს არის ის, რაზეც არავინ საუბრობს. ეს არის ის, რაც დაკარგულია ოფიციალურ ისტორიაში. ეს არის ის, რაც არის ყველაზე საშიში, არა თავად ფაქტები, არამედ ის, რომ ფაქტები ქრებიან. ქრებიან ერთი ადამიანის სიკვდილით. ქრებიან ერთი დოკუმენტის განადგურებით. ქრებიან ერთი მოწმის დუმილით.
და ამ გზით ისტორია იწერება არა იმის მიხედვით, რაც მოხდა, არამედ იმის მიხედვით, რაც დარჩა. და ის, რაც დარჩა ხაბეიშვილის სიკვდილის შემდეგ, არის ის სისტემა, რომელიც შეიქმნა მის ნანგრევებზე. სისტემა, რომელიც აშენდა შიშზე, დუმილზე, სიკვდილზე. არსებობს ფოტო, რომელიც არასოდეს გამოქვეყნებულა. ფოტო გადაღებული 1987 წლის მარტში, ერთ-ერთ კერძო რესტორანში თბილისის ცენტრში. ფოტოზე ჩანს 6 კაცი მაგიდასთან, 6 კაცი, რომელთაგან 4 იყო ოფიციალურად მტრები. 4 კაცი, რომლებიც საჯაროდ ბრალდებდნენ ერთმანეთს კორუფციაში, ღალატში, დანაშაულში. მაგრამ ამ ფოტოზე ისინი სმენ ერთად. ღიმიან ერთად. ზეიმობენ ერთად. რას ზეიმობენ? ზეიმობენ იმას, რომ 2 წლის შემდეგ ხაბეიშვილის სიკვდილისას სისტემა საბოლოოდ სტაბილურია. ზეიმობენ იმას, რომ ყველა, ვინც იცოდა ძალიან ბევრი, ან მკვდარია, ან დუმს. ზეიმობენ იმას, რომ ისინი გადარჩნენ და გაიმარჯვეს. ამ ფოტოს გადაიღო ოფიციანტმა, ახალგაზრდა გოგომ, რომელმაც არ იცოდა, ვინ იყვნენ ეს ადამიანები. გადაიღო ჩვეულებრივი კამერით, ჩვეულებრივი მომენტისთვის. მაგრამ როდესაც ფოტო გამოიწურა და გოგომ დაინახა, ვინ იყო მაგიდასთან, მან გააგო, რომ ეს ფოტო არ უნდა არსებობდა. გააგო, რომ ეს ფოტო იყო საშიში. და მან დამალა 27 წლის განმავლობაში, სანამ ერთ დღეს არ გადაწყვიტა, რომ დრო მოვიდა ჭეშმარიტებისთვის. მაგრამ ვინ არიან ეს 6 კაცი? და რატომ ეს ფოტო ამბობს მეტს, ვიდრე 1000 დოკუმენტი? პასუხი მარტივია, რადგან ეს ფოტო აჩვენებს, რომ ის, რაც ხდებოდა საჯაროდ, იყო თეატრი. თეატრი, სადაც მსახიობები თამაშობდნენ მტრობას, ხოლო რეალურად იყვნენ პარტნიორები. პარტნიორები იმ ბიზნესში, რომელიც დაიწყო ხაბეიშვილის სიკვდილით და რომელიც გრძელდებოდა ყოველი დღე, ბიზნესში, სადაც საქონელი იყო არა ნავთობი, არა გაზი, არა ქონება, არამედ ძალაუფლება. ძალაუფლება, რომელიც იყიდებოდა და იყიდებოდა, გადადიოდა ხელიდან ხელში, იყოფოდა და კვლავ იყოფოდა, მაგრამ არასოდეს არ ტოვებდა იმ 6 კაცის წრეს, რომლებიც იყვნენ ამ ფოტოზე. ერთ-ერთი მათგანი იყო ნუგზარ საჯაია, კაცი, რომელიც ოფიციალურად იყო მხოლოდ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, მაგრამ რეალურად იყო ის, ვინც აკონტროლებდა ყველა ძალოვან სტრუქტურას. მეორე იყო კაცი, რომელიც ოფიციალურად არ იყო არაფერი, არ იყო მინისტრი, არ იყო დეპუტატი, არ იყო ბიზნესმენი, მაგრამ რეალურად იყო ის, ვინც აკონტროლებდა ყველა მსხვილ პრივატიზაციას. მესამე იყო ბანკირი, რომლის ბანკში გადიოდა ფული, რომელიც არასოდეს ჩნდებოდა ოფიციალურ ანგარიშგებებში. მეოთხე იყო კაცი, რომელიც წარმოადგენდა შევარდნაძის ოჯახს, არა პირდაპირ, არამედ როგორც მრჩეველი, როგორც მეგობარი, როგორც ის, ვინც აკავშირებდა ოჯახს ბიზნეს სამყაროსთან. მეხუთე იყო ადამიანი, რომელიც მუშაობდა საბაჟოში, არა მაღალ თანამდებობაზე, მაგრამ იმ თანამდებობაზე, სადაც ის წყვეტდა, რომელი კონტეინერი გაივლიდა შემოწმების გარეშე. მეექვსე იყო ადამიანი, რომელიც არავინ იცნობდა, ადამიანი, რომელიც არასოდეს ჩნდებოდა საჯარო ადგილებში, არასოდეს იძლეოდა ინტერვიუებს, არასოდეს ფოტოგრაფირდებოდა. გარდა ამ ერთი ფოტოსი. ეს 6 კაცი იყვნენ ის, რაც შეიძლება ეწოდოს შიდა წრე, რომელიც რეალურად მართავდა საქართველოს 1997 წელს. არა პრეზიდენტი იყო სახე, იყო ხმა, იყო ხელმოწერა. მაგრამ გადაწყვეტილებები მიიღებოდა აქ, ამ მაგიდასთან, ამ რესტორანში, ამ 6 კაცს შორის. გადაწყვეტილებები იმის შესახებ, ვინ მიიღებდა რა ბიზნესს. გადაწყვეტილებები იმის შესახებ, ვინ დაინიშნებოდა რომელ თანამდებობაზე. გადაწყვეტილებები იმის შესახებ, ვინ უნდა მოშორებულიყო არა ფიზიკურად, არამედ პოლიტიკურად, ეკონომიკურად, სოციალურად. გადაწყვეტილებები, რომლებიც ცვლიდა ადამიანების ბედს, ოჯახების ბედს, მთელი ქვეყნის ბედს. და ამ გადაწყვეტილებებს არავინ ეჭქვეშ არ აყენებდა. რადგან ეს 6 კაცი იყვნენ უხილავები იმ გაგებით, რომ ხალხი არ იცოდა, რომ ისინი არსებობდნენ როგორც ჯგუფი. ხალხი იცნობდა ნუგზარ საჯაიას, იცნობდა როგორც ძლიერ ფიგურას. ხალხი იცნობდა ბანკირს, იცნობდა როგორც წარმატებულ ბიზნესმენს. მაგრამ ხალხი არ იცოდა, რომ ეს ადამიანები იყვნენ დაკავშირებულები. არ იცოდა, რომ ისინი შეხვდებოდნენ ყოველ კვირას, ზოგჯერ ამ რესტორანში, ზოგჯერ კერძო სახლებში, ზოგჯერ ადგილებში, რომლებიც არ იყო რუკაზე. არ იცოდა, რომ ისინი იყვნენ ის, ვინც რეალურად მართავდა ყველაფერს. მაგრამ ამ 6 კაცს ჰქონდა პრობლემა, რომელიც ხდებოდა უფრო და უფრო დიდი ყოველი წლით. ეს პრობლემა იყო ხაბეიშვილის მეხსიერება. არა ფიზიკური მეხსიერება, ხაბეიშვილი მკვდარი იყო 2 წლის განმავლობაში.
არამედ სიმბოლური მეხსიერება იმისა, რომ ოდესღაც იყო ადამიანი, რომელიც აკონტროლებდა ყველაფერს და არ იძლეოდა არავის საშუალებას, აიღო ძალიან ბევრი. მეხსიერება იმისა, რომ ოდესღაც იყო სისტემა, რომელიც მუშაობდა არა 6 კაცის სასარგებლოდ, არამედ 1 კაცის კონტროლის ქვეშ, კაცის, რომელიც ცდილობდა ბალანსის შენარჩუნებას. და ეს მეხსიერება იყო საშიში იმიტომ, რომ ის აიძულებდა ადამიანებს ეფიქრათ, რატომ ახლა ყველაფერი სხვაგვარია. რატომ ახლა ყველაფერი უფრო ცუდია? და ამ კითხვებზე პასუხის გაცემა იყო შეუძლებელი იმიტომ, რომ პასუხი იყო ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება იმისა, რომ ხაბეიშვილის სიკვდილი არ იყო ტრაგედია, იყო შესაძლებლობა. შესაძლებლობა იმისა, რომ 6-მა კაცმა აეღო ყველაფერი. შესაძლებლობა იმისა, რომ ისინი შექმნან სისტემა, რომელიც მუშაობდა მხოლოდ მათთვის. შესაძლებლობა იმისა, რომ ისინი გახდნენ ის, რაც ხაბეიშვილი არასოდეს იყო, არა მსახურები ძალაუფლებისა, არამედ მფლობელები ძალაუფლებისა. და ამ ჭეშმარიტების დასამალად 6-მა კაცმა გააკეთა ის, რაც ყველა ავტორიტარული სისტემა აკეთებს, მათ შექმნეს მითი. მითი იმისა, რომ ხაბეიშვილი იყო მსხვერპლი პოლიტიკური ტერორიზმისა, მსხვერპლი იმ ძალების, რომლებიც ცდილობდნენ საქართველოს დესტაბილიზაციას. მითი იმისა, რომ მისი სიკვდილი იყო ტრაგედია, რომელიც არავის სურდა. მითი იმისა, რომ ის, რაც მოხდა მის შემდეგ იყო არა არჩევანი, არამედ აუცილებლობა იმისა, რომ ქვეყანა გადარჩენილიყო, რომ სტაბილურობა შენარჩუნებულიყო, რომ ქაოსი თავიდან აცილებულიყო. და ეს მითი მუშაობდა იმიტომ, რომ ადამიანები სურდათ რწმენა. სურდათ რწმენა, რომ ხაბეიშვილის სიკვდილი ჰქონდა მნიშვნელობა. სურდათ რწმენა, რომ ის, რაც მოხდა მის შემდეგ იყო საუკეთესო შესაძლო ვარიანტი. სურდათ რწმენა, რომ ის 6 კაცი, რომლებიც ახლა მართავდნენ ყველაფერს, იყვნენ არა ქურდები, არამედ გადამრჩენები. და ამ რწმენის შენარჩუნებისთვის 6-მა კაცმა გააკეთა ყველაფერი, რაც საჭირო იყო იმისთვის, რომ ჭეშმარიტება არასოდეს გამჟღავნებულიყო. მაგრამ ჭეშმარიტება ჰქონდა გზა გამოსვლისა. და ეს გზა იყო არა დოკუმენტებში, არა ოფიციალურ გამოძიებებში, არა პოლიტიკურ განცხადებებში, არამედ სხეულებში. სხეულებში იმ ადამიანებისა, რომლებიც იყვნენ ნაწილი ამ სისტემისა და რომლებიც ცდილობდნენ გასვლას. სხეულებში, რომლებიც პოულობდნენ მკვდარს, ზოგს გულის შეტევით, ზოგს ავტოკატასტროფით, ზოგს თვითმკვლელობით. სხეულებში, რომლებიც ყოველთვის ჩნდებოდნენ სწორედ იმ მომენტში, როდესაც ეს ადამიანები აპირებდნენ რაღაცის გამჟღავნებას. და ამ სხეულების რაოდენობა იყო საშიში. 1996 წლიდან 2003 წლამდე, 7 წლის განმავლობაში, მოკვდა 22 ადამიანი. 22 ადამიანი, რომლებიც ყველა იყვნენ დაკავშირებულები ხაბეიშვილთან, ან იყვნენ მისი თანამშრომლები, ან იყვნენ მისი მეგობრები, ან იყვნენ ადამიანები, რომლებმაც იცოდნენ რაღაც მის შესახებ. 22 ადამიანი, რომელთა სიკვდილი ყოველთვის იყო ბუნებრივი, ყოველთვის იყო ახსნა, ყოველთვის იყო ლოგიკა, ყოველთვის იყო მიზეზი, რომელიც არ იყო მკვლელობა. მაგრამ იყო ერთი ადამიანი, რომელიც ხედავდა ნიმუშს. ერთი ადამიანი, რომელიც აკავშირებდა ამ სიკვდილებს. ერთი ადამიანი, რომელიც იცოდა, რომ ეს ყველაფერი არ იყო შემთხვევა. ეს ადამიანი იყო ჟურნალისტი, ახალგაზრდა ქალი, რომელიც მუშაობდა ერთ-ერთ დამოუკიდებელ გაზეთში. ის დაიწყო გამოძიება 1999 წელს, დაიწყო იმის შემდეგ, რაც მოკვდა მე-6 ადამიანი. დაიწყო იმიტომ, რომ ამ მე-6 ადამიანს ის იცნობდა პირადად, იცნობდა როგორც წყაროს, როგორც ადამიანს, რომელიც აძლევდა მას ინფორმაციას ხაბეიშვილის შესახებ. და როდესაც ეს ადამიანი მოკვდა გულის შეტევით, ჟურნალისტმა იცოდა, რომ ეს არ იყო გულის შეტევა. იცოდა, რადგან ამ ადამიანს ჰქონდა 30 წელი, იყო სპორტსმენი, არ ჰქონდა არანაირი ჯანმრთელობის პრობლემა. იცოდა, რადგან ამ ადამიანმა უთხრა მას ერთი კვირით ადრე, მე ვიცი რაღაც, რაც შეცვლის ყველაფერს. მე მზად ვარ ისაუბრო. და ახლა ეს ადამიანი მკვდარი იყო. და ჟურნალისტმა დაიწყო ძებნა სხვა ადამიანებისა, რომლებიც მოკვდნენ მსგავსი გარემოებებით. ძებნა კავშირებისა მათ შორის. ძებნა ნიმუშისა, რომელიც აჩვენებდა, რომ ეს ყველაფერი იყო დაგეგმილი. და ის ნიმუში იპოვა, რომ ყველა ეს ადამიანი იყო დაკავშირებული ხაბეიშვილთან. იპოვა, რომ ყველა მათგანი იცოდა რაღაც, რაც არ უნდა სცოდნოდათ. იპოვა, რომ ყველა მათგანი მოკვდა სწორედ იმ მომენტში, როდესაც ისინი აპირებდნენ ამ ცოდნის გაზიარებას. და ჟურნალისტმა დაწერა სტატია, რომელშიც ის აღწერდა ყველაფერს. აღწერდა 22 სიკვდილს. აღწერდა კავშირებს. აღწერდა ნიმუშს. აღწერდა დასკვნას, რომ ეს ყველაფერი იყო ნაწილი სისტემისა, რომელიც შეიქმნა ხაბეიშვილის სიკვდილის შემდეგ.
სისტემისა, რომელიც აშორებდა ყველას, ვინც იცოდა ჭეშმარიტება. მაგრამ ეს სტატია არასოდეს გამოქვეყნდა. რადგან იმ ღამეს, როდესაც ჟურნალისტი მიდიოდა რედაქციაში ამ სტატიის გადასაცემად, მოხდა ავტოკატასტროფა. მოხდა ქუჩაზე, რომელიც იყო ცარიელი. მოხდა იმ მომენტში, როდესაც არავინ იყო მოწმე. მოხდა ისე, რომ მანქანა აფეთქდა ისე, რომ არაფერი დარჩა. არც სხეული, არც დოკუმენტები, არც ის სტატია, რომელიც იყო ჟურნალისტის ჩანთაში. ოფიციალურად ეს იყო ტექნიკური ხარვეზი. ოფიციალურად მანქანას ჰქონდა პრობლემა საწვავის სისტემაში. ოფიციალურად ეს იყო უბედური შემთხვევა, კიდევ ერთი უბედური შემთხვევა იმ სერიაში, რომელიც ხდებოდა ყოველთვის სწორედ იმ მომენტში, როდესაც ვინმე ცდილობდა ჭეშმარიტების გამჟღავნებას. და ამ მომენტში 6-მა კაცმა იცოდა, რომ ისინი გაიმარჯვეს. იცოდა, რომ სისტემა, რომელიც მათ შექმნეს, იყო სრულყოფილი. იცოდა, რომ ისინი შეეძლოთ გაგრძელება იმისა, რაც ისინი აკეთებდნენ. გაგრძელება იმისა, რაც მათ აქცია საქართველო მათ პირად იმპერიად. გაგრძელება იმისა, რაც დაიწყო ხაბეიშვილის სიკვდილით და რაც აღარასოდეს დასრულდებოდა. და ისინი ზეიმობდნენ. ზეიმობდნენ იმ რესტორანში, იმ მაგიდასთან, სადაც გადაღებული იქნა ის ფოტო. ზეიმობდნენ იმას, რომ ისინი იყვნენ უხილავი მეფეები, რომლებსაც არავინ იცნობდა, მაგრამ ყველა ემორჩილებოდა. მეფეები, რომლებსაც ჰქონდათ ყველაფერი, ფული, ძალაუფლება, გავლენა და რომლებსაც არავინ შეეძლო შეჩერება. მაგრამ ისინი არ იცოდნენ ერთი რამ. არ იცოდნენ, რომ იყო ერთი ადამიანი, რომელიც ხედავდა მათ. ერთი ადამიანი, რომელიც იყო იმ რესტორანში იმ ღამეს. ერთი ადამიანი, რომელმაც გადაიღო ის ფოტო. და ეს ადამიანი ინახავდა ამ ფოტოს, ინახავდა 27 წლის განმავლობაში, ელოდა იმ დღეს, როდესაც ეს ფოტო გახდებოდა მტკიცებულება. მტკიცებულება იმისა, რომ ის, რაც ხდებოდა საქართველოში, არ იყო პოლიტიკა, იყო ბიზნესი. ბიზნესი, რომელიც აშენდა სიკვდილებზე, დუმილზე, შიშზე. 2002 წლის დეკემბერში ნუგზარ საჯაია მოკვდა. ოფიციალურად, თვითმკვლელობით. ოფიციალურად ის ესროლა თავს საკუთარ კაბინეტში, მარტო არავითარი ნოტის გარეშე, არავითარი ახსნის გარეშე. ოფიციალურად ეს იყო დეპრესია, რომელიც გამოწვეული იყო პოლიტიკური წნეხით, პოლიტიკური იზოლაციით, პოლიტიკური დამარცხებით. მაგრამ ისინი, ვინც იცნობდა საჯაიას, იცოდნენ, რომ ეს არ იყო ჭეშმარიტება. იცოდნენ, რომ საჯაია არ იყო ადამიანი, რომელიც თვითმკვლელობას ჩაიდენდა. იცოდნენ, რომ საჯაია იყო ადამიანი, რომელიც იბრძოდა ბოლომდე, იბრძოდა ყოველი საშუალებით, იბრძოდა მაშინაც კი, როდესაც ყველაფერი დაკარგული იყო. და ისინი იცოდნენ კიდევ რაღაც. იცოდნენ, რომ საჯაიას ჰქონდა დოკუმენტები, რომლებიც ამტკიცებდა ყველაფერს. ამტკიცებდა, თუ ვინ იყო ნამდვილად პასუხისმგებელი ხაბეიშვილის მკვლელობაზე. ამტკიცებდა, თუ ვინ მიიღო ფული მის შემდეგ. ამტკიცებდა, თუ როგორ მუშაობდა სისტემა, რომელიც აშორებდა ყველას, ვინც იცოდა ძალიან ბევრი. და ეს დოკუმენტები იყო საჯაიას დაზღვევა იმისა, რომ თუ ვინმე მოინდომებდა მის მოშორებას, ეს დოკუმენტები გამჟღავნდებოდა. მაგრამ როდესაც საჯაია მოკვდა, ეს დოკუმენტები გაქრა იმ კაბინეტიდან, სადაც ის ინახავდა მათ. გაქრა იმ სეიფიდან, რომელიც იყო მის სახლში. გაქრა ისე სრულყოფილად, რომ არავინ შეეძლო მათ იპოვნა, არც ოჯახს, არც პოლიციას, არც იმ ადამიანებს, რომლებმაც იცოდნენ, რომ ეს დოკუმენტები არსებობდა. და ეს ვინმე იყო ერთ-ერთი იმ 6 კაციდან, ერთ-ერთი იმ ადამიანებიდან, რომლებიც იყვნენ იმ ფოტოზე. ერთ-ერთი იმ ადამიანებიდან, რომლებიც ზეიმობდნენ 1987 წელს. ერთ-ერთი იმ ადამიანებიდან, რომლებმაც შექმნეს სისტემა, რომელიც აშორებდა ყველას, ვინც იცოდა ძალიან ბევრი. და ახლა ეს ადამიანი აშორებდა საჯაიას, აშორებდა იმიტომ, რომ საჯაია იცოდა ძალიან ბევრი. აშორებდა იმიტომ, რომ საჯაია იყო ერთადერთი, ვინც შეეძლო დაამტკიცებინა ყველაფერი. აშორებდა იმიტომ, რომ საჯაია იყო ბოლო ხიდი იმ წარსულსა და აწმყოს შორის, რომელიც შეეძლო ჭეშმარიტების გამჟღავნება. და ამ ხიდის მოშორებით სისტემა გახდა სრულყოფილი. გახდა სრულყოფილი იმ გაგებით, რომ აღარავინ იყო, ვინც იცოდა ყველაფერი. აღარავინ, ვინც შეეძლო ისაუბრა. აღარავინ, ვინც შეეძლო დაამტკიცებინა. ყველა, ვინც იცოდა, ან მკვდარი იყო, ან დუმდა იმიტომ, რომ იცოდა, რომ თუ ის ისაუბრებდა, ის გახდებოდა შემდეგი. და ეს დუმილი გრძელდება დღემდე. გრძელდება იმიტომ, რომ სისტემა, რომელიც შეიქმნა ხაბეიშვილის სიკვდილის შემდეგ, არ დასრულებულა საჯაიას სიკვდილით. არ დასრულებულა შევარდნაძის გადადგომით 2003 წელს.
არ დასრულებულა არც ერთი პოლიტიკური ცვლილებით, რომელიც მოხდა მას შემდეგ. რადგან ეს სისტემა არ იყო პოლიტიკური, ეს იყო ეკონომიკური. ეს იყო სისტემა, რომელიც აკონტროლებდა ფულს, რომელიც მოდიოდა პრივატიზაციიდან, ტრანზიტიდან, საბაჟოდან, კორუფციიდან. ფულს, რომელიც არასოდეს ჩნდებოდა ოფიციალურ ანგარიშგებებში. ფულს, რომელიც იყო ძალაუფლების საფუძველი. და ეს ფული დღემდე არსებობს. არსებობს იმ ბანკებში, რომლებიც შეიქმნა 1990-იანებში. არსებობს იმ კომპანიებში, რომლებიც მიიღეს სახელმწიფო ქონება პრივატიზაციის დროს. არსებობს იმ ოჯახებში, რომლებმაც გახდნენ მდიდარი ერთი ღამით, რომელიც იყო ხაბეიშვილის სიკვდილის შემდეგ. და ეს ფული არის ის, რაზეც დგას დღევანდელი საქართველო. არის ის, რაზეც დგას დღევანდელი ელიტა. არის ის, რაზეც დგას დღევანდელი სისტემა, რომელიც შეიქმნა 29 წლის წინ იმ ღამეს, როდესაც ხაბეიშვილი მოკლეს ბარნოვის ქუჩაზე. არსებობს აუდიო ჩანაწერი, რომელიც გაკეთდა 2001 წელს, ერთ-ერთ კერძო ოფისში თბილისში. ჩანაწერი, რომელზეც ისმის ორი კაცის ხმა, რომლებიც საუბრობენ ჩუმად, ფრთხილად, ისე როგორც საუბრობენ ადამიანები, რომლებმაც იციან, რომ კედლებსაც აქვთ ყურები. პირველი ხმა ეკუთვნის ადამიანს, რომელიც იყო ერთ-ერთი იმ 6 კაციდან, ერთ-ერთი იმ ადამიანებიდან, რომლებიც ზეიმობდნენ 1987 წელს იმ რესტორანში. მეორე ხმა ეკუთვნის ახალგაზრდა ადამიანს, რომელიც ცდილობს შევიდეს ამ წრეში, ცდილობს გახდეს ნაწილი ამ სისტემისა. და საუბარი, რომელიც ისმის ამ ჩანაწერზე, არის გაკვეთილი იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ძალაუფლება საქართველოში. გაკვეთილი, რომელიც იწყება ერთი წინადადებით, თუ გინდა გადარჩენა ამ თამაშში, უნდა გახსოვდეს ერთი წესი, არასოდეს იცოდე ძალიან ბევრი, მაგრამ ყოველთვის იცოდე საკმარისად ბევრი, რომ სხვებმა შეგეშინდნენ. ეს ჩანაწერი გააკეთა ის ახალგაზრდა კაცი, გააკეთა ფარულად, მცირე დიქტოფონით, რომელიც ჰქონდა ჯიბეში. გააკეთა როგორც დაზღვევა იმისა, რომ თუ რამე მოხდებოდა, ამ ჩანაწერმა დაიცვა იგი. მაგრამ ეს ჩანაწერი არასოდეს გამოუყენებია. რადგან 2 კვირის შემდეგ ეს ახალგაზრდა კაცი მოკვდა ნარკოტიკების ჭარბი დოზით, მოკვდა მარტო თავის ბინაში, მოკვდა ისე, რომ არავინ იყო მოწმე. და ჩანაწერი დარჩა იმ ადამიანთან, ვისთანაც ეს ახალგაზრდა კაცი ცხოვრობდა. დარჩა დამალული 21 წლის განმავლობაში. დარჩა როგორც მტკიცებულება იმისა, რომ სისტემა, რომელიც შეიქმნა ხაბეიშვილის სიკვდილის შემდეგ, არ იყო მითი, იყო რეალობა. რეალობა, რომელიც აგრძელებდა მუშაობას, აგრძელებდა ადამიანების შთანთქმას, აგრძელებდა იმის აშორებას, ვინც იცოდა ძალიან ბევრი. და ამ ჩანაწერზე იმ ძველი კაცის ხმა ამბობს კიდევ რაღაცას, რაც ხსნის ყველაფერს. ხაბეიშვილის შემდეგ ჩვენ გავიგეთ ერთი მარტივი ჭეშმარიტება, ძალაუფლება არ არის ის, რაც გაქვს. ძალაუფლება არის ის, რისი აღებაც შეგიძლია სხვებისგან. და ყველაზე ძვირფასი, რაც შეგიძლია აიღო, არის არა ფული, არის ინფორმაცია. ინფორმაცია იმის შესახებ, ვინ რას აკეთებს, ვინ რას ფლობს, ვინ რას ეშინია. და როდესაც შენ ფლობ ამ ინფორმაციას, შენ ფლობ ყველაფერს. ეს არის ის, რაც ისინი აკეთებდნენ, ისინი აგროვებდნენ ინფორმაციას. აგროვებდნენ ყოველ დღე, ყოველ საათში, ყოველ წუთში. აგროვებდნენ იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც იყვნენ ძალაუფლებაში. აგროვებდნენ იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ცდილობდნენ ძალაუფლებაში შესვლას. აგროვებდნენ იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც იყვნენ საფრთხე. და ამ ინფორმაციის გამოყენებით ისინი აკონტროლებდნენ ყველაფერს, აკონტროლებდნენ არა იმიტომ, რომ ისინი იყვნენ ძლიერები, არამედ იმიტომ, რომ ისინი იცოდნენ ყველას სისუსტე. და ეს სისუსტე იყო ის, რაც აქცევდა ადამიანებს მონებად არა ფიზიკურად, არამედ ფსიქოლოგიურად. მონებად იმ შიშისა, რომ თუ ისინი არ დაემორჩილებოდნენ, მათი საიდუმლოებები გამჟღავნდებოდა. მონებად იმ შიშისა, რომ თუ ისინი ცდილობდნენ წინააღმდეგობას, ისინი დაკარგავდნენ ყველაფერს, არა მხოლოდ ძალაუფლებას, არამედ ოჯახს, რეპუტაციას, თავად სიცოცხლეს. და ამ შიშის შენარჩუნებისთვის სისტემა იყენებდა ერთ მარტივ მეთოდს, რომელსაც შეიძლება ეწოდოს შერჩევითი განადგურება. ისინი არ კლავდნენ ყველას, ისინი კლავდნენ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც იყვნენ მაგალითი. ადამიანებს, რომელთა სიკვდილი იყო მესიჯი ყველასთვის, ვინც ფიქრობდა წინააღმდეგობაზე. მესიჯი, რომელიც ამბობდა, ნახეთ რა ხდება იმ ადამიანებთან, რომლებიც იციან ძალიან ბევრი. ნახეთ რა ხდება იმ ადამიანებთან, რომლებიც ცდილობენ ჭეშმარიტების თქმას. ნახეთ რა ხდება იმ ადამიანებთან, რომლებიც ფიქრობენ, რომ ისინი შეძლებენ ამ სისტემის შეცვლას. და ეს მესიჯი მუშაობდა.
მუშაობდა იმიტომ, რომ ყოველი სიკვდილი იყო საჯარო, არაოფიციალურად საჯარო, არამედ საჯარო იმ გაგებით, რომ ყველა იცოდა რა მოხდა. ყველა იცოდა, რომ ეს არ იყო უბედური შემთხვევა. ყველა იცოდა, რომ ეს არ იყო თვითმკვლელობა. ყველა იცოდა, რომ ეს იყო მკვლელობა, რომელიც ჩადენილი იყო ისე ოსტატურად, რომ მტკიცებულება არ არსებობდა. მკვლელობა, რომელიც ჩადენილი იყო ისე ფრთხილად, რომ არავინ შეეძლო დამტკიცება. მკვლელობა, რომელიც იყო სრულყოფილი იმ გაგებით, რომ ის ასრულებდა თავის მიზანს, აშინებდა ყველას, ვინც ფიქრობდა წინააღმდეგობაზე. და ყველა ეშინოდა. ეშინოდა იმიტომ, რომ ყველა იცოდა, რომ ეს სისტემა არ იყო შეზღუდული, არ იყო შეზღუდული დროში, არ იყო შეზღუდული სივრცეში, არ იყო შეზღუდული მეთოდებში. ეს სისტემა შეეძლო ყველაფერი, შეეძლო მოკლა ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი საშუალებით. შეეძლო მოკლა ისე, რომ ეს გამოიყურებოდა როგორც უბედური შემთხვევა. შეეძლო მოკლა ისე, რომ ეს გამოიყურებოდა როგორც თვითმკვლელობა. შეეძლო მოკლა ისე, რომ ეს გამოიყურებოდა როგორც ბუნებრივი სიკვდილი. და ყველაზე საშიში იყო ის, რომ ეს სისტემა არასოდეს არ ტოვებდა კვალს, არასოდეს არ ტოვებდა მტკიცებულებას, არასოდეს არ ტოვებდა მოწმეს, არასოდეს არ ტოვებდა არაფერს, რაც შეეძლო გამოყენებულიყო მის წინააღმდეგ. მაგრამ იყო ერთი რამ, რაც ეს სისტემა ვერ აკონტროლებდა, ერთი რამ, რაც იყო უფრო ძლიერი ვიდრე შიში, უფრო ძლიერი ვიდრე ძალაუფლება, უფრო ძლიერი ვიდრე სიკვდილი. ეს იყო მეხსიერება იმ ადამიანებისა, რომლებიც გადარჩნენ. მეხსიერება იმ ადამიანებისა, რომლებმაც ნახეს ყველაფერი. მეხსიერება იმ ადამიანებისა, რომლებმაც იციან ჭეშმარიტება და ელოდებიან იმ დღეს, როდესაც ისინი შეძლებენ ამ ჭეშმარიტების თქმას. ელოდებიან იმ დღეს, როდესაც სისტემა დაეცემა. ელოდებიან იმ დღეს, როდესაც ის ადამიანები, რომლებმაც შექმნეს ეს სისტემა, აღარ იქნებიან ძალაუფლებაში. და ეს დღე მოვა. მოვა იმიტომ, რომ არც ერთი სისტემა არ არის მარადიული. მოვა იმიტომ, რომ არც ერთი ძალაუფლება არ არის უსასრულო. მოვა იმიტომ, რომ ჭეშმარიტება ყოველთვის პოულობს გზას არა დაუყოვნებლივ, არამედ საბოლოოდ. პოულობს გზას არა ხმაურით, არამედ დუმილით. პოულობს გზას არა ძალით, არამედ დროით. და დრო მუშაობს არა იმ ადამიანების სასარგებლოდ, რომლებმაც შექმნეს ეს სისტემა, დრო მუშაობს ჭეშმარიტების სასარგებლოდ. რადგან ყოველი წელი, რომელიც გადის, არის წელი, როდესაც ახალი თაობა იზრდება, თაობა, რომელიც არ იცის შიში. თაობა, რომელიც არ იცის დუმილი. თაობა, რომელიც კითხულობს კითხვებს, რომლებზეც ძველი თაობა არ გაბედავდა პასუხის გაცემას. და ეს კითხვები არის ის, რაც ანგრევს სისტემას, ანგრევს არა ერთი დღით, არამედ თანდათანობით. ანგრევს არა რევოლუციით, არამედ ევოლუციით. ანგრევს არა ძალით, არამედ ცოდნით. და ეს ცოდნა იზრდება. იზრდება ყოველ დღე, ყოველ საათში, ყოველ წუთში. იზრდება იმ ადამიანებში, რომლებიც კითხულობენ არა ოფიციალურ ისტორიას, არამედ რეალურ ისტორიას. კითხულობენ არა იმას, რაც დაწერილია სახელმძღვანელოებში, არამედ იმას, რაც დაწერილია მეხსიერებებში. კითხულობენ არა იმას, რაც ოფიციალურად აღიარებულია, არამედ იმას, რაც რეალურად მოხდა. და ის, რაც რეალურად მოხდა, არის ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ დღეს. ის, რაც რეალურად მოხდა, არის ის, რომ ხაბეიშვილის სიკვდილი არ იყო ტრაგედია, იყო გეგმა. გეგმა, რომელიც შეიმუშავეს იმ ადამიანებმა, რომლებმაც იცოდნენ, რომ ხაბეიშვილის გარეშე ისინი შეძლებდნენ ყველაფრის აღებას. გეგმა, რომელიც განხორციელდა 1995 წლის 20 ივნისს. გეგმა, რომელმაც შექმნა ახალი საქართველო, რომელშიც ძალაუფლება არ არის სამსახური, არამედ ბიზნესი. საქართველო, რომელშიც პოლიტიკა არ არის იდეოლოგია, არამედ ფული. საქართველო, რომელშიც ჭეშმარიტება არ არის ღირებულება, არამედ საფრთხე. და ამ საქართველოში ჩვენ ვცხოვრობთ დღეს. ამ საქართველოში, რომელიც შეიქმნა იმ ღამეს, როდესაც ხაბეიშვილი მოკვდა. ამ საქართველოში, რომელიც აგრძელებს მუშაობას იმ წესების მიხედვით, რომლებიც შეიქმნა მაშინ. ამ საქართველოში, რომელიც ჯერ კიდევ არის ტყვე იმ სისტემისა, რომელიც დაიწყო ხაბეიშვილის სიკვდილით. მაგრამ ეს ტყვეობა არ არის მარადიული. რადგან ყოველი ახალი თაობა, რომელიც იზრდება, არის თაობა, რომელიც ნაკლებად ეშინია. ყოველი ახალი ადამიანი, რომელიც კითხულობს კითხვებს, არის ადამიანი, რომელიც ახლოს არის ჭეშმარიტებასთან. ყოველი ახალი ხმა, რომელიც ისმის, არის ხმა, რომელიც ანგრევს დუმილს. და ეს დუმილი უნდა დაიშალოს. უნდა დაიშალოს იმიტომ, რომ ის, რაც მოხდა ხაბეიშვილის სიკვდილის შემდეგ, არ უნდა განმეორდეს. უნდა დაიშალოს იმიტომ, რომ ის ადამიანები, რომლებმაც შექმნეს ეს სისტემა, უნდა პასუხი აგონ.
უნდა დაიშალოს იმიტომ, რომ საქართველო იმსახურებს უკეთეს იმსახურებს არა სისტემას, რომელიც აშენებულია შიშზე, არამედ სისტემას, რომელიც აშენებულია სამართლიანობაზე. და ეს სამართლიანობა დაიწყება მაშინ, როდესაც ჩვენ გავბედავთ კითხვას, ვინ გადაიბარა ხაბეიშვილის გავლენა? ვინ მიიღო მისი ფული? ვინ შექმნა სისტემა, რომელიც აშორებს ყველას, ვინც იცის ჭეშმარიტება? და ყველაზე მთავარი, ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც მოხდა მის შემდეგ? ეს კითხვები დღემდე რჩება ღია. და ისინი დარჩება ღია მანამ, სანამ ჩვენ არ გავბედავთ პასუხის ძებნას. მანამ, სანამ ჩვენ არ გავბედავთ ჭეშმარიტების თქმას. მანამ, სანამ ჩვენ არ გავბედავთ იმის აღიარებას, რომ ის, რაც მოხდა ხაბეიშვილის სიკვდილის შემდეგ, არ იყო ბუნებრივი, იყო დაგეგმილი. დაგეგმილი იმ ადამიანების მიერ, რომლებიც დღემდე არიან ძალაუფლებაში, ან თავად, ან მათი მემკვიდრეების მეშვეობით. 2022 წლის ნოემბერში ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა ისაუბრა. ეს ადამიანი იყო ერთ-ერთი იმ ადამიანებიდან, რომლებიც იყვნენ ახლოს ხაბეიშვილთან, არა ძალიან ახლოს, მაგრამ საკმარისად ახლოს იმისთვის, რომ ენახა რაღაც. ენახა ის, რაც არავინ უნდა ენახა. ენახა ის, რაც მან ატარა თავის მეხსიერებაში 27 წლის განმავლობაში, 27 წლის განმავლობაში, რომლის განმავლობაშიც ის ცხოვრობდა შიშში. შიშში იმისა, რომ თუ ის ისაუბრებდა, ის გახდებოდა შემდეგი. შიშში იმისა, რომ თუ ის გაამჟღავნებდა იმას, რაც იცოდა, ის დაკარგავდა ყველაფერს, არა მხოლოდ სიცოცხლეს, არამედ ოჯახს, შვილებს, შვილიშვილებს. მაგრამ 2022 წლის ნოემბერში ამ ადამიანმა გადაწყვიტა, რომ შიში აღარ იყო საკმარისი მიზეზი დუმილისთვის. გადაწყვიტა, რომ დრო მოვიდა, დრო იმისა, რომ ჭეშმარიტება ითქვას. დრო იმისა, რომ ის, რაც მოხდა ხაბეიშვილის სიკვდილის შემდეგ, აღარ იყოს საიდუმლო. დრო იმისა, რომ ახალი თაობა იცოდეს არა მითი, არამედ რეალობა. და ამ ადამიანმა დაწერა წერილი, რომელშიც ის აღწერდა ყველაფერს. აღწერდა იმას, რაც ის ნახა იმ დღეებში, როდესაც ხაბეიშვილი მოკვდა. აღწერდა იმ ადამიანებს, რომლებიც მოვიდნენ ხაბეიშვილის ოფისში მისი სიკვდილის მეორე დღეს, მოვიდნენ არა მოსატირლად, არამედ საძებნად. საძებნად იმ დოკუმენტებისა, რომლებიც ხაბეიშვილს ჰქონდა. საძებნად იმ რვეულისა, რომელზეც ყველა საუბრობდა. საძებნად იმ ინფორმაციისა, რომელიც იყო ძალაუფლება. და ამ წერილში ეს ადამიანი დაასახელა სახელები, დაასახელა იმ ადამიანების სახელები, რომლებიც იყვნენ იქ. დაასახელა იმ ადამიანების სახელები, რომლებმაც წაიღეს დოკუმენტები. დაასახელა იმ ადამიანების სახელები, რომლებმაც შექმნეს სისტემა, რომელიც აშორებდა ყველას, ვინც იცოდა ჭეშმარიტება. და ამ სახელებს შორის იყო სახელები, რომლებიც დღემდე არიან ძალაუფლებაში, არა პირდაპირ, არამედ მათი მემკვიდრეების, მათი პარტნიორების, მათი მფარველების მეშვეობით. მაგრამ ეს წერილი არასოდეს გაიგზავნა. რადგან იმ ღამეს, როდესაც ეს ადამიანი ამთავრებდა ამ წერილს, მოხდა რაც ოფიციალურად იყო ინსულტი. ოფიციალურად ეს ადამიანი იყო 80 წლის, ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, იყო მოსალოდნელი. მაგრამ ის, ვინც იცნობდა ამ ადამიანს, იცოდა, რომ ის იყო ძლიერი ფიზიკურად, ძლიერი გონებრივად, ძლიერი სულიერად. იცოდა, რომ ის არ იყო ადამიანი, რომელიც უბრალოდ მოკვდებოდა, განსაკუთრებით არა იმ ღამეს, როდესაც ის წერდა იმ წერილს. და წერილი დარჩა იმ კომპიუტერში, რომელზეც ის იწერებოდა. დარჩა დაუმთავრებელი იმ წინადადების შუაგულში, რომელიც იწყებოდა სიტყვებით, და ყველაზე საშიში არის არა ის, რომ ეს ადამიანები არიან ძალაუფლებაში, არამედ ის, რომ და ამის შემდეგ არაფერი. მხოლოდ ცარიელი ეკრანი. მხოლოდ დუმილი. მხოლოდ კიდევ ერთი სიკვდილი იმ სერიაში, რომელიც დაიწყო ხაბეიშვილის სიკვდილით და რომელიც გრძელდება დღემდე. მაგრამ ამ სიკვდილმა დატოვა ის წერილი, რომელიც იყო დაუმთავრებელი, მაგრამ არ იყო ცარიელი. დატოვა ის სახელები, რომლებიც იყო დაწერილი. დატოვა ის ინფორმაცია, რომელიც იყო საკმარისი იმისთვის, რომ ვინმე დაიწყოს ძებნა იმ ჭეშმარიტებისა, რომელიც დამალულია 27 წლის განმავლობაში. და ეს ძებნა დაიწყო იმ ადამიანების მიერ, რომლებმაც იპოვეს ეს წერილი. დაიწყო იმ ადამიანების მიერ, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ისინი არ დადუმდებიან. დაიწყო იმ ადამიანების მიერ, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ხაბეიშვილის მეხსიერება იმსახურებს არა მხოლოდ ტრაგედიის სტატუსს, არამედ სამართლიანობას. და ეს სამართლიანობა მოითხოვს პასუხებს იმ კითხვებზე, რომლებიც დღემდე რჩება ღია. პასუხებს იმ კითხვებზე, რომლებზეც არავინ გაბედავს პასუხის გაცემას. პასუხებს იმ კითხვებზე, რომლებიც არის გასაღები იმ ჭეშმარიტებისა, რომელიც შეცვლის ყველაფერს.
და ეს კითხვები არის მარტივი. ვინ გადაიბარა ხაბეიშვილის გავლენა? ვინ მიიღო მისი ფული? ვინ შექმნა სისტემა, რომელიც აშორებს ყველას, ვინც იცის ჭეშმარიტება? და ყველაზე მთავარი, ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც მოხდა მის შემდეგ? პასუხები ამ კითხვებზე არსებობს. არსებობს იმ დოკუმენტებში, რომლებიც დღემდე დალუქულია. არსებობს იმ მეხსიერებებში, რომლებიც დღემდე ცოცხალია. არსებობს იმ ჩანაწერებში, რომლებიც დღემდე ინახება. არსებობს იმ ფოტოებში, რომლებიც დღემდე არსებობს. არსებობს იმ წერილებში, რომლებიც დღემდე ელოდება იმ დღეს, როდესაც ისინი გახდება მტკიცებულება. და ეს დღე მოვა. მოვა იმიტომ, რომ ჭეშმარიტება ყოველთვის პოულობს გზას. მოვა იმიტომ, რომ ახალი თაობა არ ეშინია. მოვა იმიტომ, რომ დუმილი არ არის მარადიული. მოვა იმიტომ, რომ სამართლიანობა არის უფრო ძლიერი ვიდრე შიში. და როდესაც ეს დღე მოვა, ჩვენ გავიგებთ არა მხოლოდ იმას, რაც მოხდა ხაბეიშვილის სიკვდილის შემდეგ, არამედ იმასაც, რატომ ეს მოხდა. გავიგებთ არა მხოლოდ იმას, ვინ იყო პასუხისმგებელი, არამედ იმასაც, როგორ ისინი ამას აკეთებდნენ. გავიგებთ არა მხოლოდ იმას, როგორ შეიქმნა სისტემა, არამედ იმასაც, როგორ ეს სისტემა დღემდე მუშაობს. და ეს ცოდნა შეცვლის ყველაფერს. შეცვლის არა ერთი დღით, არამედ თანდათანობით. შეცვლის არა რევოლუციით, არამედ ევოლუციით. შეცვლის არა ძალით, არამედ გაგებით. რადგან როდესაც ჩვენ გავიგებთ, როგორ მუშაობს ძალაუფლება, როგორ ისიპარება, როგორ ის ინახება, როგორ ის გადადის თაობიდან თაობაში, ჩვენ შევძლებთ მის შეცვლას. და ეს შეცვლა დაიწყება მაშინ, როდესაც ჩვენ გავბედავთ კითხვას, რატომ? რატომ მოკლეს ხაბეიშვილი? რატომ მოხდა ის, რაც მოხდა მის შემდეგ? რატომ დღემდე არავინ არის პასუხისმგებელი? და ყველაზე მთავარი, რატომ ჩვენ ვაგრძელებთ ცხოვრებას იმ სისტემაში, რომელიც შეიქმნა მის სიკვდილით? ეს კითხვები არის დასაწყისი იმ გზისა, რომელიც მიგვიყვანს ჭეშმარიტებამდე. დასაწყისი იმ პროცესისა, რომელიც შეცვლის საქართველოს. დასაწყისი იმ ცვლილებისა, რომელიც გახდება არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ მორალური იმ გაგებით, რომ ჩვენ აღარ დავეთანხმებით დუმილს. აღარ დავეთანხმებით შიშს. აღარ დავეთანხმებით სისტემას, რომელიც აშენებულია სიკვდილებზე. რადგან ყოველი სიკვდილი, რომელიც მოხდა ხაბეიშვილის სიკვდილის შემდეგ, იყო არაუბედური შემთხვევა, არამედ არჩევანი. არჩევანი იმ ადამიანებისა, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ძალაუფლება იყო უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე სიცოცხლე. არჩევანი იმ ადამიანებისა, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ფული იყო უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე სამართლიანობა. არჩევანი იმ ადამიანებისა, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ მათი გადარჩენა იყო უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ჭეშმარიტება. და ეს არჩევანი გააკეთეს ისინი, გააკეთეს არა ერთხელ, არამედ ბევრჯერ. გააკეთეს არა ერთმა ადამიანმა, არამედ ბევრმა. გააკეთეს არა ერთ დღეს, არამედ 27 წლის განმავლობაში. და ამ არჩევანმა შექმნა საქართველო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ დღეს, საქართველო, რომელშიც ძალაუფლება არის ბიზნესი, პოლიტიკა არის ფული, ჭეშმარიტება არის საფრთხე. მაგრამ ეს საქართველო არ არის ბედისწერა. ეს არის არჩევანი, რომელიც გაკეთდა მაშინ და რომელიც შეიძლება შეიცვალოს ახლა. შეიცვალოს არა ერთი ადამიანის მიერ, არამედ ყველას მიერ. შეიცვალოს არა ერთი დღით, არამედ ყოველ დღე. შეიცვალოს არა ძალით, არამედ არჩევანით იმისა, რომ ჩვენ აღარ დავეთანხმებით დუმილს. ხაბეიშვილის სიკვდილის შემდეგ მისი ოჯახი გაქრა საზოგადოებრივი ცხოვრებიდან. მისი ქვრივი, მისი შვილები, მისი ნათესავები, ყველა მათგანი გახდა უხილავი. ზოგიერთი წავიდა ქვეყნიდან. ზოგიერთი დარჩა, მაგრამ ცხოვრობდა ჩრდილში, ცხოვრობდა შიში, ცხოვრობდა დუმილში, ცხოვრობდა იმ ცოდნით, რომ თუ ისინი ისაუბრებდნენ, ისინი გახდებოდნენ შემდეგი. და ისინი არასოდეს არ ისაუბრეს იმის შესახებ, რაც მოხდა იმ ღამეს. არასოდეს არ ისაუბრეს იმის შესახებ, ვინ იყო პასუხისმგებელი. არასოდეს არ ისაუბრეს იმის შესახებ, რა იცოდა ხაბეიშვილმა და რატომ ის უნდა მომკვდარიყო. ის ადამიანები, რომლებმაც გადაიბარეს ხაბეიშვილის გავლენა, გახდნენ ახალი ელიტა, რომელიც დღემდე მართავს საქართველოს. ზოგიერთი მათგანი მოკვდა ბუნებრივად, მოკვდა ტრაგიკულად, მოკვდა იმ გზით, რომელიც ისინი თავად შექმნეს. მაგრამ მათი მემკვიდრეები დარჩნენ და გააგრძელეს ის, რაც მათმა წინამორბედებმა დაიწყეს. გააგრძელეს სისტემა, რომელიც აშენებულია არა სამართლიანობაზე, არამედ ძალაზე. არა ჭეშმარიტებაზე, არამედ შიშზე. არა სამსახურზე, არამედ ბიზნესზე.
საქართველო შეიცვალა ბევრჯერ ხაბეიშვილის სიკვდილის შემდეგ. შეიცვალა 2003 წელს, როდესაც შევარდნაძე გადააყენეს. შეიცვალა 2012 წელს, როდესაც ახალი ხელისუფლება მოვიდა. შეიცვალა 2021 წელს, როდესაც კიდევ ერთი ცვლილება მოხდა. მაგრამ ის, რაც არ შეცვლილა, არის სისტემა, რომელიც შეიქმნა ხაბეიშვილის სიკვდილის შემდეგ. სისტემა, რომელშიც ძალაუფლება არის საქონელი, რომელიც იყიდება და იყიდება. სისტემა, რომელშიც ჭეშმარიტება არის საფრთხე, რომელიც უნდა აიცილოს. სისტემა, რომელშიც მეხსიერება არის მტერი, რომელიც უნდა განადგურდეს. და ეს სისტემა გრძელდება იმიტომ, რომ ჩვენ ვაგრძელებთ დუმილს. გრძელდება იმიტომ, რომ ჩვენ ვაგრძელებთ შიშს. გრძელდება იმიტომ, რომ ჩვენ ვაგრძელებთ იმის მიღებას, რომ ეს არის ნორმა, რომელიც არ უნდა შეიცვალოს. მაგრამ ეს ნორმა შეიძლება შეიცვალოს. შეიძლება შეიცვალოს მაშინ, როდესაც ჩვენ გავბედავთ კითხვას, რატომ? რატომ ჩვენ ვცხოვრობთ ამ სისტემაში? რატომ ჩვენ ვიღებთ ამ წესებს? რატომ ჩვენ ვაგრძელებთ დუმილს იმის შესახებ, რაც მოხდა 27 წლის წინ? და ყველაზე მთავარი კითხვა რჩება, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან დღეს? ვინ არის ის ადამიანები, რომლებიც დღემდე იყენებენ იმ სისტემას, რომელიც შეიქმნა ხაბეიშვილის სიკვდილით? ვინ არის ის ადამიანები, რომლებიც დღემდე ინახავენ საიდუმლოებებს, რომლებიც შეცვლის ყველაფერს, თუ ისინი გამჟღავნდება? პასუხი ამ კითხვებზე არის სადღაც იმ დოკუმენტებში, რომლებიც ელოდება. სადღაც იმ მეხსიერებებში, რომლებიც ელოდება. სადღაც იმ ადამიანებში, რომლებიც ელოდება იმ დღეს, როდესაც ისინი შეძლებენ ჭეშმარიტების თქმას შიშის გარეშე. და ეს დღე მოვა. მოვა იმიტომ, რომ ჭეშმარიტება ყოველთვის პოულობს გზას. მოვა იმიტომ, რომ ახალი თაობა არ ეშინია იმ შიშისა, რომელიც აშინებდა ძველ თაობას. მოვა იმიტომ, რომ დუმილი არ არის მარადიული, დუმილი არის არჩევანი და ყოველი არჩევანი შეიძლება შეიცვალოს. მაგრამ მთავარი კითხვა რჩება ღია, ვინ გაბედავს პირველი? ვინ გაბედავს ჭეშმარიტების თქმას? ვინ გაბედავს იმ საიდუმლოების გამჟღავნებას, რომლებიც დღემდე დამალულია? და ყველაზე მთავარი, ვინ გაბედავს იმის აღიარებას, რომ ის, რაც მოხდა ხაბეიშვილის სიკვდილის შემდეგ, არ იყო ბუნებრივი, იყო დაგეგმილი, იყო განხორციელებული, იყო დაცული 27 წლის განმავლობაში? ეს კითხვები ელოდება პასუხს. და პასუხი მოვა არა ზეციდან, არამედ ჩვენგან, ვინც გავბედავთ კითხვას. ჩვენგან, ვინც გავბედავთ ძებნას. ჩვენგან, ვინც გავბედავთ ჭეშმარიტების თქმას. რადგან ხაბეიშვილის ისტორია არ არის დასრულებული. ის გრძელდება ყოველ დღე, ყოველ გადაწყვეტილებაში, ყოველ არჩევანში, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ. და ეს ისტორია დასრულდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ გავბედავთ მის დასრულებას, გავბედავთ ჭეშმარიტების გამჟღავნებას, გავბედავთ სამართლიანობის მოთხოვნას, გავბედავთ იმის აღიარებას, რომ ის, რაც მოხდა, არ უნდა განმეორდეს. და მანამ, სანამ ეს არ მოხდება, ხაბეიშვილის ჩრდილი დარჩება როგორც შეხსენება იმისა, რომ ძალაუფლება შეიძლება იყოს საშიში. დარჩება როგორც გაფრთხილება იმისა, რომ დუმილი შეიძლება იყოს მომაკვდინებელი. დარჩება როგორც კითხვა, რომელზეც ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს პასუხი, მაგრამ რომელზეც პასუხი უნდა ვიპოვოთ, თუ გვინდა, რომ საქართველო იყოს არა ძალაუფლების ბიზნესი, არამედ ხალხის სახლი.